მეცე? აჰა, ესე ვიწყებთ. მეცე, დღეიდან ესე ქვია ჩვენ გადაცემას. ლაილაი, მოგესალმებით. მეცე? ნიკა გაიგებს დღეს ყველაფერს. აი ხა, აი ეს ხო დადგმული არ არის, ხო ის შენ. აი ხო პროსტ უბრალოდ დავიწყე. ხო ხდები რა. რით ვერ გიჟია რა შეულები. ნახე რა შეულები. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ლაილაის მაყურებელო, დიდი მადლობა რომ გიყურებთ. მიდი ახლა. გამომწერებო, დიდი მადლობა ვინც ალაიქებთ, კიდევ ერთხელ და არაერთხელ დავალაიქოთ, გამოვიწორო ჩვენი YouTube არხი, რა ვერ გამო. ჩვენი სტუმარი არის, ჯერ ესე უნდა დაიწყოს, ზრდილობა უნდა იქონიო. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია, ჩემთვის პირადად ძალიან საამაყო კაცი, ასევე ჩემთვის წლებია ვადვენებ, ნუ მოწყვეტინე ბიჭო. წლებია ვადვენებ, თვალყურს და ვამაყობ და აი ძალიან მაგარ რაღაცას მიაღწია და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის დარწმუნებული. ნიკა ამაშუკელი ჯიგარი რეფერი, იუტუბერი, ჯიგარი ტელეწამყვანიც იყო, დილის ეთერში ამუშავებდნენ მახსოვს. რა ყველაფერი შეუძლია, არტისტულია, ყველაფერი კარგი მეტყველება და სამაგალითო სპორტსმენი თან. ნიკა, მადლობა რომ მოხვედი. პირიქით, მადლობა დიმანოდარ მოწვევისთვის, მადლობა კეთილი სიტყვებისთვის, მივესალმებით თქვენს გამომწერებს და აუცილებლად საჭიროა ესეთი გადაცემები ძალიან თქვენ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ. მადლობა. და გამოიწერეთ და ნუ ლაიქებით და თავის კომენტარებით, რა თქმა უნდა. მე შოუ ამპლუაში ვარ, იმიტომ რომ ჩემი ამპლუა არის რომ მოედანზე ორი მხარე ჩხუბობ და მე ვაშუქებ. კარგია, მომწონს. ჩვენ არაფერი ისე. მე არ მიმიშვა, გაიგეთ რომ მოუკლავა. რაზე მწყდება? ხუთას მოგცემით. ბაზარი არ არის. შეგიძლია, დღეს შეგიძლია გამოიგე. ისა მომისვი. რაზე მწყდება იცი გული რომ რით ვერ გამიცნო, ბიჭო. რომ ჩვენ სუკაისტუმრები მაგრამ არის ხოლმე რომ განსაკუთრებით ტელესტუმრები. რაო? რაღაცა თქვა. დიმას თავი ატკივდა. თავი ატკივდა. ხო და რით ვერ გამიცნო? მანქანით მე მოვიყვანე ბიჭო. არის მაგარი სტუმრები, სულ მაგარი სტუმრები ყავს და არის კიდე პელესტუმრები ხოლმე და აჟიტირებული ვარ ყოველთვის, როცა ვიწყებთ ჩაწერას, იმიტომ რომ ყველაზე მაგარი კუნძული გვაქვს. ცოტა თუ მიარტყავ 50 გრამი ანგინესია რაღაცა იქ დამთავრებულია. შენ აკეთებ, ეხა შენთვის არ არის უცხო YouTube უკვე რა, მაყურებელს მინდა უთხრა, ბევრ მაიცის და კიდე ვინც არის ის ჩვენმა გამომწერებმა, მაგარი YouTube არხი აქვს, ჯიგრებო, გადადით და ეს ეხა მიწაზე რო მაგრამ მიკვირს რა. სულ თვითფრენაშია და თვითფრენაშია, მე ერთხელ როგორ გავმაზეთ მაშინ ის ირლანდიაში რო გავიგე, იმ ქალაქში რო იყავი და კორკში და იმის მაისური რომ მინდოდა კინის. მან და გავამაზე რა, ავწდით რა, რომ წამოსული გავხსა უკვე, თორე? კიდე მომიწევს მან. მიდი ხო რა. მოგწერ სანამ წავალ და აი, მანამდე ხა ეს ხო იცი. მეც მიკვირს, კი, თვითმფრინავიდან ჩამოდი. ოქტომბრის მერე ფეხი არ დამიდგავს დედამიწაზე. ისეთი რეჟიმი მქონდა რა. აი თურქიში აი ესე მესალმება უკვე. თან ბევრი ისაა ხო დაგროვილი? აუ მეფე ვარ. მე ლაუნჯები ყველაფერაც მინდა. შენ ხო გატარებინებენ კიდევ? გამოსტილა რომ ისე მოდი ხუმრობის გარეშე იყოს და შენ ხარ რამდენი წლის ხარ? 30-ის. 30-ის. კი გახდა 30-ს. 24 წლის ბიჭო, არა უყურე. არა, თო ეგრეა რა. რა თქვა? 24 წლის ბიჭო. არა, 24-ის რო გენახე არ იტყოდი მაგ. ამას არა, ესეთი არ იყო ნაღდათ კი. საშინელება ვიყავ. დიდი იყავი თუ? ძალიან ისეთი. არა, წონა არა, უფრო გამომშრალი და რაღაცა. ხო. მაგრამ ჩაგიგდე ფოტოს თუ. რა გიდე, ეხა კარგად. რა გე დაგუგლა მაგე. ამოანათე. კი, კაცი გამოვში, გამოდაობა იქნება. იცი რა არის, მან მე შენ საგანხულობდი გახსოვს? სადაც მიხვიდოდით რალბაში, სადმე ყველგან გამოდიოდა კარებიდან რა. იმაში ბელიაშვილზე რო დარბაზი იყო, ხო არ ჩოდი ზემოთ. ხო, იქ ნახულობდი ხომ, იქ მოტორ რაღაცებს დავდიოდი მე და ძალიან ბევრი შრომა დაგჭირდა და კიდევ მიდის შრომა რა. არა, იდეა შენი აი რა იყო თავიდან, მოდი ესე ვთქვა რა, მაგ სამყაროში ხა რაგბის, საჯების ელიტაში მოხვედრა. რა ვიცი, ხა ბევრმა შეიძლება არც იცოდეს კარგად რა. რაოდენ რთულია თან ჩვენაერი ქვეყნიდან, როცა ნუ პარალელურად მიდიოდა ეხა განვითარება, ხო? რაგბის მიდიოდა წინ, მაგრამ შენ ცოტა გაასწარი რაღაცა მომენტებში რა. ეხა 6-ერი ესეთი ტესტების საჯობა, დე პასუხისგებლობა დიდი. აი მოდი შემოგიყევით შენ დასაწყისს. ჯერ რო თამაშობდი რა, იქიდან დაიწყე თუ გინდა. და გვაინტერესებს ეგ შენი გზა როგორ გაიარე რა. მოკლედ ვეცები მოკლედ მოყვე რა. აგვინა მოკლედ მოყევი კაც როგორ გაგიცნო. 2007-ში ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატი რო მიდიოდა და ჩვენები ეთამაშებოდნენ ირლანდიას რა. უყურე ამ თამაშს. ნუ ეგ ის ბოლო ის რელოს ამბავი რო იყო მაგ თამაში. როგორ უყურე ეგ არის კარგი. თელი მამის ისტორიით. კი, დამაძალა რომ ქართველები თამაშობენ, მოდი ყველაფერს უყურებდა რა და მაინც ფეხბურთის დინამოს და რა თქმა უნდა იმის გულში, მაგრამ რაგბი ქართველები თამაშობენ და უყურე.
და მე რა ვიცი რაგბი ვიცი რაღაცა გორების სპორტი იყო, ალეწავენ თაყვანს ერთმანეთს რაღაცა ბურთის გამო რა ვიცი ხა. და საერთოდ იქ კომპიუტერთან დავჯი Counter Strike უნდა ვითამაშო რა. კარგად თამაშობდი? კარგი, ეხაც კარგად თამაშობ. რავი, რაც შეიძლება კლავიატურა მაუსზე ითამაშო, ყველაფერს კარგად თამაშობ რა და მითხრა ხე ბოლო რომ მოდი დაჯექტორი გადაგალეწავ მაკლავიატურას. და ეხა კლავიატურა მაგრამ ერანებოდა და მეთქი ერთი 2 საათი იმას შევწირო მეთქი ამ კლავიატურის დალეწვა. დავჯექი რა და ეს კომენტატორი ხა აცხადებს გორგოძე, შკინინი, მაისურაძე, სამხარაძე, არ ვიცი ეს გვარები რა. იქით საერთოდ ოტრისკოლიო, გარა, სტრინგერი მეთქი ვინ არის ეს ხალხი რა ზაკეთებენ რა. ესო მამა ჩემი მეუბნება, ესო ღმერთკაცია ოტრისკოლზე ამბობს რა, ესო ღმერთკაცია რა, ღმერთკაცი ვინ არის? ვაფშე არ ვიცი. დაიწყო თამაში და პირველ 15 წუთი მაგარი უკმაყოფილო. აი მაგარი უკმაყოფილო, რას უყურებ? არ ვერაფერს ვერ. ბევრი ვარ გავაგრძელო. ბოლო 15 წუთი, აი ღმერთო, ნეტა მოვიგოთ, და მეტი არაფერი არც ის კლავიატურა მინდა, არც ის არ მინდა, არაფერი. ის არის ცუდი რომ შანსი არ ქონდა მოგები ზოგადად, როგორ წამოვდი. მე მითხრა მამა ჩემმა რომ ეს ვილანდიას ვეთამაშებით და თვითონაც მე მაგარი გაოცებული იყო, რომ აი მე რა ახლოს ვარ და ორივე მაგრა ვინერვიული. აი რამ წაგიღო ხო ხდები პირველად დაჯექი და რა. იცი რა იყო? ნოდარ ხა ცოტა კიდე რომ გამოვარცო. გამოვარცოთ კაცო, არა. რამდენიმე სპორტი გამოვიცვალე რა. ზიადაური ოლიმპიური ჩემპიონი მაშინ 2005-ში, ხო, რომ დავინახე ეს ტიპონი, მეთქი იქ უნდა შევიდე. აი მანდ მე დიდობაში გავიაზრე, ეს როლ მოდელინგი რამდენს ნიშნავს ბავშვისთვის რა, რომ აი მაგარი როლ მოდელი თუ ხარ და სანიმუშო სპორტსმენი და პიროვნება ბავშვზე რამ ხელა გავლენა და ზვიადაურმა რომ მოიგო. მეთქი ძიუდო. შევედი ძიუდოს და ორთოში მივხვდი რომ არ იყო ჩემი, იმიტომ რომ მაგრამ ათრევდნენ აქეთ იქით რა და მერე ცურვა წავედი, ცურვა რაღაცა ცურავ კი კაი, მაგრამ მოსაწყენია კი, მაგრამ ერთი წრე, ორი წრე ხა ჯანმრთელობისთვის მაგარი, მოვიწყინე. ნუ მერე ბოლოს ფეხბურთს მივადექი, რაღაც ფეხბურთი მაინც ყველას. და კარში ვიდექი. და კარში ვიდექი რაღაც, ისე ვიყავ ჩემ ტერიტორიაზე. ეგ მანიშნებელია რაღაცეების. კაი, ამით გავართ. კაი მეკარე ვიყავ, ცუდი მეკარე არ ვიყავი, ნაღდათ რაღაც რეაქციები რაღაცები მქონდა რა, მაგრამ იცი რა იყო, ანუ მიყვარდა თვითონ თამაში და მეკარეობაც მიყვარდა, მაგრამ ფეხბურთის ყურება დიდად ეხა რა თქმა უნდა, ბევრი შეიძლება გამაკრიტიკოს და რა ჩემი ისა. არ მიყვარდა ფეხბურთის ყურება ტელევიზორში, დიდ სიამოვნებას ვერ ვიღებდი. ამიტომ აი რაღაცას ვეძებდი, რაც აი დამწვავდა. კი მიყვარდა, მაგრამ არ მწვავდა რა. და აი ეს რაგბი რომ ნახე, აი მაგან დამწვა. აი რასაც ქვია დამომედო და დამწვა, აი მოვიწამე. და აი ეს სულისკვეთება ეს რაღაცა ჯახები, ბოჭვები, ეს ფიჭები. ეგ ბევრს არა აქვს. მაგარი რაღაც თქვი ხა, ნახე ფეხბურთზე დავდიოდიო, ცუდი მეკარე არ ვიყავიო, ბურთებსაც ვიღებდიო, მაგარი რაღაცას ჩაავლე. ნახე მაგრამ არ მткиოდაო რა. ხო და დღეს ეგ ძალიან ბევრს არ აქვს. ჩემ თაობაში არ ქონდა რატო იცი? არ არის შენი საქმე და იქ ხარ და ჭყლიტავ ტვინს რა გადი რა უნდა დროზე მიხედო. ნოდარმა პირველად რო უყურა რომ ვიღაცა ჰამბურგერს ჭამდა, იქ დაიწვა, გაიგე? შენ ბიჭო აი იქ დაეწყო წვა. აი ხაშუაშია ბურგერი. აი შენ რაში ხარ? რა ევასება ჭამა. აი ხა ირლანდიის თამაში რო ახსენე, გაჩვდი შენ რა. თორე ვიტყვი რაგბის ბურთზე რასაც ამბობ. თქვი მე რა პრობლემაა. მაგრაცემს ეს. რა შუაშია? აი ეხა იყო იმეთი ბოლო. ირლანდიის თამაში მე 3-0-ში დავამტრიე კინაღამ ყველაფერი და როგორ შეაფასებ ეხა როგორც საჯი ამდენი გაიჭედა ეხლა ვერა ხო? ვერა და ვინ საჯობდა ვინ ბარსი ჩემხელა იყო. აბა და გავიდა წლები და მე შენ 28 იყო ის და მე 28 გავხდი მე და ირლანდიის თამაში ეგეც ბორდოში. და ეგ იყო ჩემი გვერდით იმ საჯი. 16 წლის მერე წარმოვიდგინე და ჩემთვის ძალიან ისეთი ისტორია. ანუ არა ისტორია. დადო, თავის იმას სოციალურ ქსელში დადო, რომ აი 16 წლის უკან 28 იყავი და საჯობდი და ნიკა ტელევიზორში და ეხლა ერთად საჯობ და ჩემთვის ძალიან სიმბოლოა. ეხლა რა მაინტერესებს შენ როგორ ცხოვრობ? ანუ სულ ეხლა დღეს წახვედი რაღაცა ვივარჯიშეო ტრეაჟორებს სადივარჯიშე. დღეს ცუდი ამინდა იყო. ეხლა დარბაში, მაგრამ საღამოს მაქვს თბილისის ზღვაზე ისენი რა ქვია. საფეხურები ნავირი. მე წაიყვანე ეს. წამოვა. ბიჭო, არ აღიარებს. ეხლა უცებ ვარჯიშის თემას ნახე უცებ იმას ვისო. ხო. ჩვენ GPS-ები გვიკეთია რა, სულ ნებისმიერ ვარჯიშს, რომ სოფლიო რაგბი კითხულობს ჩვენ. ეხლაც? აქაც რო ვარჯიშო? არა, მეთქი სულ არ გიკეთია. კი, აქაც ანუ. ანუ დღეს რო იბენ, იქ უნდა კი, უნდა გავიკეთო, იმიტომ რომ სოფლიო რაგბი კითხულობს ჩვენს დატვირთვას. აი, რა საბარო, თუ რამე გადაგის და რამე ანუ ძალიან დეტალურად ნაბიჯი ფეხი იქ როგორ დად ყველაფერს აბსოლუტურად GPS და გულის მონიტორი. სოფლიო რაგბი აკონტროლებს შენ დატვირთვას რა, იმიტომ რომ პირად ცხოვრებაში ხო არ აი, ჯერ ეგრე ცოტა ხანში, ჯერ მაგდონეზე არა. ინგლისის საფრანგეთი რო ვიმსაჯე ეხლა.
ექსერზე რა. აი რატო ვამბობ დატვირთვას რატო ახ ბევრს უყურს რომ ამდენს რატო ვარჯიშობ საჯი ხარ. GPS-ის მონაცემი რო გითხრა და ნუ სპორტთან რა თქმა უნდა გესმით და მიხვდებით რას ვამბობ 37 წუთი თამაში არის თითქმის ერთი ტაიმი რა 37 წუთი წითელ ზონაში პულსირება მქონდა 37 წუთი ან 85% ჩემი მაქსიმალური პულსაციის და ზევით იყო 37 წუთი გული წარმოიდგინე რამხელა დატვირთვა არის რა ანუ ერთი ტაიმი ვიყავი წითელ ზონაში და მაგას ხო ემატება ეს ნერვიულობა კიდე სხვა ადრენალინი და იწნეხი და თალი კათასი გიჟია ბოდიში კიდე მოედანზე და პულსირება სადღაც 37 წუთის მანძილზე იყო 160-170-ზე რა ძალიან მაღალი დატვირთვა არის რა ამას და ფიქრი და ეს რაც შენ თქვი და ამიტომ გჭირდება რომ იყო ფიზიკურად ძალიან აი მაგ GPS-ები და რო გაკონტროლებენ და ისა თამაშის მე რეაბილიტაციას ზრუნავენ იქვე შენი აი ხო ხდები რა გეუბნები ახლა 37 წუთი კლავენ წითელი იმაში გარბეინებენ ზონაში და თამაში რომ მორჩება საჯზე რეაბილიტაცია რატო თამაში რომ ისეთ რამეს ამბობს რეაბილიტაცია საჯზე ხო არის გაჩუმდი ხმა ჩაიკვიდე რეაბილიტაცია ეს არის აი ეს რეაბილიტაცია ყველაზე მაგრადუნებს თამაშორის კუნთებს და მეორე დღეს მოფრინავ და მე შემდეგ კვირისთვის ემზადები რა ისე ახლა ხო არის ლაპარაკი რომ ფეხბურთის მსაჯებზეც არის საუბარი ზუსტად იგივე წესები წესები კი არა და მიდგომა რა იქ მაყურებელს რაც ესმის საჯსა და მორაგბეში ეგ ძალიან შეცვლის მთლიან ფეხბურთი შეიძლება ძირფესვიანად მაგრამ ანუ თუ საჯის ხმა გავა ეთერში რა იმიტომ რომ ეთერში კი არა უნდა მოუყვეს რატო მიიღო გადაწყვეტილება პლუს ტელემაყურებელს რომ ანუ როგორ ჩვენ რომ ღირს მას გაგეთება ფეხბურთში ამბები რაღაც საინტერესო დეტალი გამოჩნდება რაც აქამდე თავარია ჩვენთან ტრიბუნებზე არ დააყენო ვა შოქი რა ქენი შეცემა ვითომ ის არის 90-იანი ეხა იწერება თუ არა ეხა მე-9 ბლოკში დვიჟოკი იწერება ეხა ლუკა გაია მე ლუკა გაიგე ტრადიცია მოიცა ეხა ეს ყვილა ეს შნური გამოკრა ვიღაცამ ეს არის როგორც მაგრა გაგლახავ ივერია ტელევიზორები რო იყო იმ განვითარების მერე ვეღარ წაყვა რა ტექნიკას თქვა მიკროფონი გაფუჭდა ერთ მომენტში ეგრე პარიკას ლუკა მოიცა მე ხა ყვილად ვილაპარაკე რა შუაშია ყვილად ვილაპარაკე ცოტა დაბალი თორე სახეს მოგინდა არის დედის კომპიუტერი გონია ყველაზე დიდი განვითარება მსოფლიოში კაი დაჯექი ერთ წამი დაჯექი შენ წნებები რა წითელ ბარათი ბიჭო წითელი ბარათი ეს დაგემ საჯურათო ხელი გამოწვი არის რეფლექს ისე ავდექი თორე ხელი გაწია კაცმა არის ისე იმას ლაროშელი ის ლესტერში რო ჩავხტი ხო იცი ტიტანები შერკინება რომ საკლუბში ყველაზე რთული თამაშია სოფლი ლაროშელი ლესტერი ყველაზე რთული აი ჩათვალე მადრიდი ლივერპული სიტი რატო რამე ის აქვს ბექგრაუნდი აქვს რაღაც სერიოზული მოვიდა გაჩუმდი ბიჭო ყვება რაღაცა ეგრე ჩავხტი ამ ორი მას შორის და მე ერთი 20 წამში მივხვდი რომ უნდა გამოსულიყავი უკან და მეცლი ყველა ჩავხდი თორე მომიგო იქ ხსემენი და რა თქი არ ხსემ მაგრამ გაგიტანა არ მოყოლ ხარ ესე ეგეთ აი სერიოზულ კი საჯებს ხო არ ურტყავენ ბავშვი არა აი რატო თქვა აი მაგალითად მიყვეს რა არ ყოფილა ხო შემთხვევა რომ შენზე არა მაგრამ ზოგადად საჯებზე იწევია არა როგორ არა და საქართველოში ფიზიკური დაპირისპირებაც ყოფილა არა ეგ თავიდან ეგ ეხლა შენ არა შენ ხო ის ხიქერეს კიდე ხო დაგჭერეს თუ რაღაცა კიდევაც ხო და აი სხვა კონსულია ეგეთი არა ისე მაგკუთხით გამოსწორდა ჩვენთან რაღაცა ზომები ხო მივიღეთ კი როგორ არა გამოსწორდა ეხლა რაგბის კავშირმა ისეთი პოლიტიკა გაატარა საკმაოდ კაცრი და ბოლო ამ ჩემმა ცოტა სოციალურმა აქტივობამ გონია რომ გამოიღო შედეგი დანიშნებთან და ხალხმა ნახა რომ ხო ხდები ეხლა არ ვართ ეგეთი საშინელი საიზღარი ტიპები კი ეხლა სულ უკმაყოფილ და სულ იქნება საჯერაც ბუნებრივი ვაიმე არ არსებობს ეხლა როგორ შეიძლება ამას ვერ მოთხოვ ადამიანს და გულშემატკივრს წვნელს რომ არ იყოს ხო როგორც თავის მოთამაშეზეა შესთემას რო დავშეს უკმაყოფილება იგივე იქნება საჯზე მაგრამ საჯი კი არა მე რო თამაში მიმყავდა ლიგის და რეალი ან ვიღაცა თუ აგებდა ვიღაცა და მე მაგინებდე ბიჭო. ო ეგ ვაფშე ეგ მაგრა იციან. არა ეგ არის აი წარმოიდგინე რატო უნდა შეაგინო მე რა კომენტატორი ვივარ ჯიხურში და ხო ამის თარსი დედას და ამის კეთილები და აი ხო ხდები და ეხლა საძე რას ლაპარაკობ არ გამაგიჟოთ. საფრანგეთში ჩოყანდია წავიყვანე ეხლა გასული 6 ერთ ჩემი ძმაკაცი მსაჯობდა ინგლისელი და მე დავждები წავიყვე ხო კომენტატორობ კიდევაც რა და გამოვედი მე რაგბიტივის კომენტარს საფრანგეთისკენაა ეს ვინ არის და რაღაცა როგორც ოდნავ როგორც ხმას აუწევ ემოციურად გონია რომ ის გიყვას და იმის გოლი გიხარია და მეტი არ ხმა დღეს ოღონდ ვინმეს აგინევ სოციალურ ქსელში ხო ეგ საერთოდ და სპაიდერმენის ფოტო აქვს მიხატებული აი ეგ ძალიან ცუდი ამბავია მართლა რა და არ იცი ვინ არის და ხა შედი და აგინე შენც ხო ან ბეტმენის ფოტო და გაიგე ვინ არის ეხა რა მინდა იცი გავიხსენო უცებ გამახსენდა შენ რო იწყებდი ну машину უკვე დაწყებული ქონა მანქანა რო გაჩუქეს ხო
რაღაცა ჟესტი იყო, რაღაცა უცნაური იყო, აი ზოგადად ამოვარდილი მაშინ კონტექსტიდან. ეხლა ვიღაცების უჩუქებია რა, სად აჩუქეს მანქანა. ხვდები, ეხლა ეგ რავი სოსოს ინიციატივა იყო თუ არ ვწდები, ხო? კი, სოსოს ინიციატივა. ელექტროთან, ეკოლოგია რამე. არა, ეგ აი ხო ზოგადად ჟესტი ხო კაი იყო პრინციპში. კი, რა თქმა უნდა. ისეთი გახდა რა. ეგონა, ყველას ეგონა, რომ ფინალი რო ვიმსაჯე, მაგიტო არა და 6-ერი მქონდა ნამსაჯე, მაშინ რო ვიმსაჯე 6-ერი რა და მაგის ჟესტი იყო, რომ სოსოს გაუჩნდა იდეა, რომ რაღაცა დაუფასოთ, რომ 6-ერზე, რომელიც ჩვენთვის და მეორე დონის ქვეყნებისთვის ესეთი მიუწვდომელია, რომ ნიკა მოხვდა და კი ძალიან სასიამოვნო ჟესტი იყო, მაგრამ ნუ იმდენად გამიკვირდა, მეც არ წარმოვიდგენ რომ საჩ ვიღაცა რა მისაჯუქება. მეც მაგარი ხალხმა მიიღო ისე რომ ის არისო, ხო, რახანის თამაში წაიყვანა. ხო, ფინალი და არა 6-ერის ის. არა, ეგ ფიანობაში იყო და არა კონკრეტული თამაში, მაგრამ მართლა ხო შეიძლება რა იყო, საჩ ვიღაცაჩუქეს ბიჭო. ზეიმია თუ რატომ ხო და გამიკვირდა და მან რა თქმა უნდა ძალიან მადლიერი დავრჩი ბატონი სოსოსი და ეხლა ქოქრელმა გაჭედა ბოლოს. ბოლო დღეებია BBC-ს რადიოში იყო და უკვე გაჭედილი აქვს რა იძახის რომ ისო რა არა იძახის რომ უელსი აი უყურე შენი აზრით მაგრამ აინტერესებს ეხლა შენ ხო მაგიმაში ხარ თუ ოჯახში უკვე და თუ გადიხარო მე-6 ბოლო ადგილზეო 6-ერშიო რატო უნდა იჯდეო მე სპარა და ელოდო მომავალ სეზონსო როცა ჩვენ აქ ავართო და პლეი-ოფი გვათამაშეთ ირლანდიასთანო არ ვიცი რა გამოიწვია მაგის განცხადება მე აღარ მინახავს უკვე რა არა ნუ ეგ ერთი რაც უნდა ვიცოდეთ რომ ეგ არ მოხდება რაც არ უნდა ბევრი განცხადება რა იცი შენ არ მოხდება რიჩარდ გაიგებს ყიდა ბაზრობს მა აი ვარიანტ მარტივ რაღაცას გეტყვი რაგბი როცა ეს საკითხებზე ვსაუბრობ ბევრი აიგივებს ფეხბურთთან რა ფეხბურთს არ უჭირს ფეხბურთს ძალიან დიდი ფული აქვს რა ასუნდგულებს ის კავშირები ის ელიტარული კავშირები ვიზეთ დგას ხო უელსი მათ შორის რა ამიტომ გაწირო ის ერთ-ერთი ელემენტი რომელიც შენ ფინანსურს შენ გახარ მაგის ფინანსურ მოდელზე არ გამოვა. წარმოიდგინე საქართველოს ეთამაშა უელს. კაი, საფეხბურთო სამყაროში გამარცხებული იქნება. აი როგორც ერთა ლიგა არის რა. აი, თამაში, ანუ ეგ არის, ხო? მაგრამ ნახე, დაამარცხე უელს სიტყვა და უელსი ჩამოვიდა რაგბი ევროპაზე. ეს იქნება ანუ თელი სარაგბო ტრადიციების, გაგების, ფილოსოფიის სრული. აი, მაშინ სხვანაირად კითხავ. ეგ ძალიან კარგი ახსნა და მე აი, თქვათ ეხა მე და სწორია თქო, მაგას არ ვამბობ. თქვათ მე დავიჭირე ეხა უელსი და სულ უგებ. აი, თქვათ. ეგ ზღაპარია ეხა გაგექცევა. ბოლოს ისე იქნება რომ ვეღარ დაიჭირე. მე დამევასე შენი ერთ-ერთი ინტერვიუ ვნახე რა. შენი ერთ-ერთი ინტერვიუ ვნახე და ეგ მევასა რომ არ გაქვს რაღაცა იქ რუბლებში არ დაფრინავ რატო იცი რაღაცა ეს ყალბი მოწოდება რომ იცი ჩვენ იქ უნდა ვიყოთ, ჩვენ აქ უნდა ვიყოთ. ყველაფერი არა, ყველაფერი სურვილი ამასაც არის. სურვილი რო აქვს კაცო ეგ თავისთავად მე ვიძახე ყალბ მოწოდებებს რაღაცა ისე კარგად ლაკონურად ჩამოაყალიბე რატომ აი ეს პრობლემები რომ ჩვენ არ გვაქვს ეს არ გვაქვს ეს არ გვაქვს ეგრეა ამ ეტაპზე ეგრეა ყოველ შემთხვევაში მოედანზე არ წყდება რა მოედანზე წყდება ნახევარი მოედანზე როგორც წყდება პოლიტიკა რა პოლიტიკა ეკონომიკა ლოგისტიკა სტრუქტურა მექანიზმი ძალიან ბევრი რაღაცა ანუ როგორ არის მინდა ერთ საკითხს შევხვდე რაც არავინ არ საუბრობს რა აი როცა ამ საკითხზე კი ეხა 6-ერი რა თქმა უნდა გვინდა და 7-ერი რო გახდეს ჩვენთვის ძალიან მაგარი კი მაგრამ სამწუხაროდ რაღაცაზე უნდა იდგეს ეს ყველაფერი და ეს ყველაფერი უნდა იდგეს ელიტარულ საკლუბო საკლუბო ჩვენ არ გვაქვს ელიტარული საკლუბო რაგბი ნახე პრობლემა რა არის ჩვენ აკრები როცა თამაშობს რომელიც ის პერიოდი რაც გენერირდება ინტერესი აი მაგალითად ნოემბრის ტესტები სადაც ინტერესი იწევს იმ პრობლემ თამაშები სიტყვაზე ტონგას იმას ამას და ინტერესი იწევს ხო ნაკრების თამაშები რომ თავდება ეს ინტერესი მე აი ესე ჩამოდის ეხლა ნახე რაში გჯობნიან ისინი არის 6-ერი. რაგბის ინტერესი არის პიკში, იმიტომ რომ 6-ერი არის ყველაზე დიდი ტურნირი, რაც შეიძლება იყოს სოფლიოს მერე. ინტერესი არის პიკში. თავდება 6-ერი. ოდნავ ჩამოდის, მაგრამ იქ ბრუნდება პრემიერში, ბრუნდება ევროპის ჩემპიონთა თასი, ბრუნდება ჩელენჯ თასი, ბრუნდება ტოპ 14. ანუ ინტერესი ოდნავ ჩამოდის, მაგრამ სადღაც იჭერს. ჩვენ ნახე ნაკრები თამაშობს, ინტერესი არის, ხალხი დაინტერესდება რაგბით, ვიღაცას მოეწონება. მე ჩამოდის და ისევ მოდის. რა მაინტერესებს, აი როგორც პროფს რა. ნახე ნაკრები ყავს საკაიფო ჯიგრული მაგარი, ხო, რაგბის და ხან იმას იტალია უელსი ხო. რატო არ არის ჯაჭურად, რატო არ უჩნდებათ ფინანსურად ძლიერ ტიპებს, რომ მოდი ბიჭო, რაგბი პოპულარულია საქართველოში, შენი აზრი მაინტერესებს, აი პოპულარულია საქართველოში და ნაკრები ესეთი იყოს. აი, მოდი შეგაწყვეტე, მაგრამ ფეხბურთში ხდება. აი, ნუ და ფეხბურთში ქვეყანაში ეგრეა. აი, ფეხბურთში ბაბატე რო გაწყვეტნე ბოდიშნიკურს. ფეხბურთი. დალი. და გაგიქრება და მე სამხეშ წავალ ცეკვათა მაშინ. პასუხი მოვისმენ. ხო და
ფეხბურთში კიდე რამდენიმე ტიპი არის ჩვენ ჩემპიონატში, რომელსაც ფული აქვს ჩადებული და აი რაგში რა აი მოდი გულახდილად ვიკითხოთ, აი გულახდილად ვისაუბროთ და გულახდილად დავუსვათ ჩვენ თავს კითხვა. პოპულარულია რაგბი საქართველოში? არა. რამდენი რეგისტრირებული მოთამაშე ყავს? არა, მაგ მაყურებლის კუთხით გეუნები. არასწორ კონტექსტში გაკითხვა დასმული რა. არა სულ კონტექსტში რატომ? არ არის რა ეგეთი პოპულარული როგორ რაგბი ჩვენ თამაშია გადის ხალხი გამაშია ნაკრები ამ წერვალი ბიჭო ნაკრები მე ხან იტალიას უგებს უელს უგებს ჩემი აზრით პროფის გულახდილად ვიტყვე და მე რახან მოედანს გავცილდი და დავიწყე ცოტა კონტენტის კეთება და რაგბის ჩვენება განსხვავებულ ჭრილში რომ აი ჩემ YouTube-ზე ვაკეთებ იმას რომ მივდივარ და აი თუ იქენებს ვაჩვენებ შიგნიდან Stade de France ვაჩვენებ შიგნიდან აი რაღაცა GoPro მქონდა დიდი 10 თამაშებზე დამაგრებული და აი იმენა რაც ხდებოდა იქიდან გადმომქონდა ნოლია ინტერესი ხო არავის არ აინტერესებს ხო მაგრამ არ უნდა გაჩერდე რა რომ აი 3000-4000 კაცი YouTube-ის კონტენტში აი ისიც ჰადაჰა არ არის ისეთი ინტერესი როგორც გონია არა უყურე ხა რა უნდა გითხრა არა მაგასთან დაკავშირებით რას გეტყვი ხა თან შენაკეთებ ანუ შენ რომელიც ელიტაში გახვედი საჯების და უინტერესებს ეგ 3000 მაგიტოა რომ შენ ხარ ანუ თვითონ კონტენტი თემა არ აინტერესებს ხვდები და ეგ ძალიან ცუდია მიუხედავად იმისა რომ ეს წერვალია ნაკრები რა ანუ მარტო ნაკრების ინტერესი ჩვენ ტესტები რო არ ქონდეს ნიკა აი იმიტომ ამბობ აი პლატოებზე ნიკა ჩვენ რო ტესტები არ ქონდეს ტესტები რო არ ქონდეს ძალიან ცუდად მდგომარეობაში ვიქნებოდა ხო და აი ხა გეტყვი რა არის მაგის გამოსავალი აი ნახე თავიდან რო დავიწყე რომ აი ეს ნაკრები რო თამაშობს ტესტებს და ინტერესი აიწევს და მოვიდა სტადიონზე და აი ეს რომ მორჩება და ეს არის 3 კვირაზე ვსაუბრობ ჩვენ 3 კვირა და მე გვიწევს ლოდინი 6 თვე რომ ისევ კიდევ 3 კვირა მოვიდეს ანუ რამხელა ჩავარდნა გვაქვს ნახე იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ დიდი 10 შიდა ჩემპიონატი ინტერესს ვერ გენერირებს რა ამას სერიოზული რეფორმა ჭირდება ამას შეპოს ცალკე ბიზნესი ცალკე პროდუქტი ამას ცალკე შეფუთვა არა და ჩვენებით აჩვენებენ რა თამაშები ჩვენები რა თქმა უნდა ჩვენება არის მაგრამ ეს პროდუქტად არ არის ეს არის უბრალოდ შიდა ჩემპიონატი რომ მიდიოთ ეხლა ნახე რა გვინდა შავი ლომის ეგეთი ელემენტი ყავს ხო რომელიც არის ფრენჩაიზი ფრენჩაიზი არის ყოველს აინტერესებს ხალხს ზუსტად სწორედ თუ ფრანჩიზა ბოლო ფრენჩაიზი აწემეს ეგრევე ხო და გავყვეთ რა არის ეს ელემენტი ანუ ხალხს აინტერესებს რა როლს თამაშობს ეს არის პლასტარმი კლუბებსა და ნაკრებს შორის აი ეს ელემენტი რომელიც თუ ხარ ნაკრების სადღაც გაფართოებულში მოიაზრები პირველ რიგში თავს იმკვიდრებ შავლომში და მერე ადიხარ იქ ეხლა ნახე ჩვენ გვაქვს შანსი რომ ის რაც გვაქვს სივრცე აი ეს პლატოს შორის ნაკრების ინტერესის შავმა ლომმა დაგვირეგულიროს თუ მიგვიღებენ URC-ში ანუ გაერთიანებულ საკლუბო ჩემპიონატში სადაც მონაწილეობს რამდენიმე ქვეყანა და არის საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატი ეგ უფრო რეალურია თუ ნაკრების ექსპერტში მოხვედრა აი ერთმანეთს არის მიმული არა ეს უფრო რეალურია ვიდრე ის ხო იმიტომ რომ ნახე როგორც კი დამთავრდება ნაკრების თამაშები და URC თუ მიგვიღო შავი ლომი დაიწყება URC ანუ აქ ჩამოვა ლენსტერი აქ ჩამოვა მანსტერი აქ ჩამოვა ქონახტი აქ ჩამოვა ტრევიზო ზებრე და აი ესეთი მაგარი აი რო ჩამოვიდა მაშინ რა სიტყვი იმ თამაშებზე იყო ინტერესი ხალხი აი რო შენი აზრით ინტერესი იყო მე რანდა ვიყავდი გარეთ ნახე რა ხდებოდა დიმა ნახე ეს თამაშები იყო სტაბილური სახე უნდა მისცეს ხო როცა გექნება შენ უკვე 10 ამას შეფუთავს ხვანაი აუ ნიკა რა მაწუხ ამიტომ აი ეს რაღაცა სივრცე შეგივსებ შავი ლომი ანუ ჩვენი ელიტარული რაგბი და წინსვლა ტიერ ერთობისკენ უნდა დადგეს ელიტარულ საკლუბოზე. არ არსებობს ქვეყანა, იყოს ტიერ 1 და მას არ ქონდეს ქვევიდან საკლუბო რაგბი განვითარება. რა გიდა, შენ გოდის ცოტა გამიგზავნა, მე თქვი. ისეთი თემა. არა, უნდა გააგრძელო, კარგად საუბრობ და მაგარ რაღაცებს ყვები. ეხლა რა მაინტერესებს? აი გლეხურად კითხავ რა ჯიგროდ. ნახე. ბიჭო, თორე ისე ხო აზნაური ხარ შეჩემა რა თუ ის არა თავარი. შენ ხო ბუკინგემის სასახლიდან ვერ გამომყავ ხარ? აი ესე გამომქაჩუ. ვესტმინისტერ. ხო რა. აიცი რა მაინტერესებს? ბიჭო, აი რაღაცა მგონია რომ პრობლემა რა როგორც ფეხბურთში საკლუბო ფეხბურთში კომუნიკაცია მენეჯმენტის კუთხით ბიზნესის მოძიების ბიზნესმენთან სპონსორებთან მოძიების და კომუნიკაციის დამყარების პრობლემა იმიტომ რომ ჯო ვერ წარმოვიდგენ ახლა ნახე ალანტების ქვეყანა ხო ვარ ანუ ტიპები ტოპ-ტოპში გადიან ისე არ უმღერი ვლაპარაკო მაშინ ერთი ამერიკანო რა მესიჯი რომ მიწერო მე გული პროფესიონალთან ვლაპარაკო მე რომ ეს მეკრა ავტომატს გადამატარებ სპეციალურად გავაკეთე ხო და ფაქტია რომ აი ამ როგორც თქვით რა გაჭირებულ ჩემპიონატში ხო ნუ რა ვიშნუ ეწყინებ ბიჭო ისეთ გაჭირებული შენ ახლა შენ ხარ გაჭირებული
ტალანტები ჯდებიან ხან ტოპ 14-ში, სულ ანუ ისეთ დონის ჩემპიონატში, ესე შეგვიძლია, ხო? რაგბი არის ჩვენი, რაგბის თამაში შეგვიძლია. რატო არ ჩალიჩობენ, რატო არ ხდება ის? მე ხა შენ კერგევნები გადაჭერი პრობლემა თქვი. რომ მოიძიონ ისეთი კლუბებმა, ისეთი ტიპები, სპონსორები, ფინანსურად. როგორ ეხა მე რო დიდი ფული მქონდეს, ვიცი რომ რაგბი ჩვენი თამაშია, იძახიან, ნაკრები ყავს, ტოპ 14-ში უეჭველი მიდიან ტიპები, აქედან მოდი რა ჩავდებ რა. სნობურათაც რო ვთქვა, აი ყველაფერს თავი დავანებოთ. აი გულზე არ ვირთხავ, სნობურად აი რატო არ არის? ძალიან რთელი საკითხია და ვეცდები რომ აი მარტივად და ისე გავცე კონკრეტულად. თუ კიდევ რთულად გაშალი, კაია, კაც კაი მოსასპენდი. პირველი რომ სპონსორშიპი ზოგადად და ფულის ჩადება საქართველოში არის აი ძალიან ცუდ მდგომარეობაში. არავის ანუ ეგ ინტერესი არ აქვს და ეგ გაგება არ აქვს როგორც უცხოეთში რომ ჩემი ბიზნესი როცა კარგად მიდის რაღაცაში სპორტში ფული ჩავდო. არა, ეგ ისა, მაგრამ არც სპორტი არ უწყობს ხელს. კიდევ ერთხელ ანუ არ გვაქვს ჩვენი რესურსი რომ ორ ფრონტზე ვიბრძოლოთ ამ შემთხვევაში რა. თან მქონდეს პროფესიონალური გამართული შიდა ჩემპიონატი თავის მაგარი გადაღებით, პროდუქტის შეფურთვით, ცალკე ბორდი, ლტდ-ი, გადაცემებით, ანალიტიკით, არ გვაქვს ჩვენ მაგის რესურსი და თან შავი ლომი გყავდეს. მიხვდი, ანუ ან ერთ გზას ვირჩევ. ხო, მაგრამ ხო ყავს მაინც. ავირჩიეთ შავი ლომის გზა, ავირჩიეთ ფრენჩაიზის გზა. ანუ მაშინ ან ერთ უნდა წახვიდე რომ გააძლიერო შენი შიდა, ან უნდა წახვიდე რომ ყავდეს ერთი ფრენჩაიზი, რომელიც გაერთიანდება მე ელიტარულ საკლუბო. ჩვენ ახლა ისე არ გამოგვივიდეს საკრო პესიმისტურ ჩვენ ვიცით რომ გამოვა. არა, უყურე მე რა გამოწვევები ქართული რაგბის. მე მაგალითად ახლა 5 წლის წინ ვინმეს რო ეთქვა რომ ყველაზე ტოპ თამაში რომელი გაქვს 6 წელი ნავსაჯი? ნუ საფრანგეთი ინგლისი. ხო, აი საფრანგეთი ინგლისი. ირლანდია რა. არა, ნუ აი საფრანგეთი ინგლისი, ირლანდია იმსაჯებს დიკა ამაშუგარი. ეგრევე გამაქანებდნენ ბიჭო, იმაზე საგიჟეთში დამაწვენდნენ. არ გამომიშვებდნენ გარეთ გეფიცები და ამიტომ ზოგადად რო ქართველი ბიჭო მართალია ეს დედამოწყნული მართლა რა დავიღალე. მე რო ლაპარაკობდი იქ კილომეტრში ეუბნებოდი კარტოფილი ფრიმი და უმარილო და ეხა კიდე მე მეუნება. ანუ ნიშნავს იმას, ნუსვა მაგას რა. არ სვა მოწყლიანია. ანუ ნიშნავს იმას, რომ სურვილი თუ გაქვს და შესაძლებლობა და მიზანი გამოვა რა. მე ესე მგონია რა. რა თქმა უნდა, ეხლა მართლა ისე არ გაიგოს მაყურებელს. უბრალოდ დღევანდელი გამოწვევები და რეალობა რაც არის ჩვენი, აი ეს არის რესურსის განაწილება, პრიორიტეტის განაწილება და ასე შემდეგ. თორე რაგბის კავშირი რაც სოსომოვიდან და თორნიკე გოგებაშვილი და ლევან მაისაშვილმა ჰაი პერფორმანსში გადაინაცვლა, ანუ მართლა იმდენი რაღაცა გაკეთდა, კონტრასტი რაც იყო, ნუ და კოვიდმა საშინელება უქნა, არ მარტო ჩვენ ყველა ყველაფერს ხო აბსოლუტურად. აი ხა ბატონმა სოსომ და თორნიკემ და ლევანმა ძალიან ბევრი რაღაცა წაიყვანეს სწორი მიმართულებით. ამიტომ მათ უდიდესი მადლობა ამისთვის, თუნდაც ლოჯისტიკურად, ინფრასტრუქტურულად, მაგრამ თავზემოთ რაღაც ხრივ ზალა არა რა, ანუ არ შეგვიძლია რომ ამდენ ფრონტზე ვიომოთ რა. ეგ არის რა. იქ კი, რა თქმა უნდა, გადავიზარდეთ ძალიან ამ ტურნირისთვის და გვინდა რაღაცა. სხვა გზა არ არის. სხვა გზა არ არის. სოფლიოთაზე ხო უნდა მოხდე რა. ესაა პრობლემა. 6-ერი არ არის საქველმოქმედო ტურნირი, რომ აი ესე ფეხბურთივით ადან ქვევით ჩასულია თამაშობს B-ს, არ არის ესე, რაღაცა უნდა იყოს. ამიტომ ჩემი აზრით, რომ შევაჯამოთ რა ეხა ეს სიტუაცია, ჩემი აზრით ელიტარული საკლუბო რაგბით უნდა დაიწყოს ჩვენი წინსვლა რა. რაღაცაზე უნდა დადგეს აი ეს მთელი პლასტარმი და თუ URC-ში შევედით და პლეიოფ ჩელენჯში დავრჩით, ეს ნიშნავს 24 თამაშს, მაღალ პროფილურ საკლუბო 24 თამაშს, რაც აბსოლუტურად შეცვლის მთელ ლანდშაფტს საქართველოში. ჯერ მორაგბეები თვითონ სტიმული ამათვის. იცი რატო? იმიტომ რომ ამხელა ჩემპიონატში თუ ჩაერთვები, ეს ბაზა მორაგბეების აღარ მოგიწევს ვიღაცების წამოყვანა საფრანგეთიდან. უკვე და იქ თამაში აქ ეყოლება და უფრო მეტი პროფილი გექნება რა. ძალიან ბევრი რაღაცა მოძრაობა დაიწყება, რაც აბსოლუტურად შეცვლის მთელ ლანდშაფტს საქართველოში. ამიტომ აი მე ამ სტრუქტურას რო დავალაგებთ, მე შეიძლება რომ ჩვენ უკვე ტიერ 1 ვართ, იმიტომ რომ მორაგბე პროფესიონალ მორაგბე. ხა დიუპონი მაგალითად აიღე ყველაზე მაგარ სეზონებში, ტულუზაში 38-36 თამაში, 40-მდე თამაში თამაშობს. ანუ თან თამაშობს top 14-ში, ჩემპიონატაზე 6-ზე, ნოემბრის წელს. გამერხა. შენ დაგეხარ ის. ნიკა, აი ესეა. მესმის, კაი, მოდი ახლა ხო და უცებ სერიოზული ბაზარიდან ხო გადაუხილ. ხო, უცებ იცი რას გაუმარჯოს? კაუნტერს გაუმარჯოს. იცი რატო? კაუნტერი რო არ ჩაგერთო, მამაშენი არ დაგიძახებდა რომ მოწდიო კომპიუტერს და მოდი რაც უკვე. ვარიანტი დაიძახე. არა, ახლა კაუნტერის საზეო იმე დაალაგებულს დაულევი არა. მე ვსვამ, იმიტომ რომ აგერა. უგამი ის იყო რომ თვითონაც მოეწონა მე რა გვინდა მე ჩემი დიდი გულ შემატკივარია. დედა ჩემიც ახლა ჩემი აი ყველაზე დიდი გულ შემატკივარია და ჩემი მეუღლე.
რავი ხა დედაშენი მინდა მოვიკითხო მე იმიტომ რომ ყოველდღიურად ნახულობ ვაგის პარკში მე ეგეთ მე ყველა თელჩები ოჯახი გაგიზრდა არა ძალიან მაგრად ვარ შობს და სულ ჰაერზე და სულ ხა ვაგის პარკში ეს სივრცე გვაქვს შეხო იცი აუ როგორც მოთამაშე ლაპარაკობ და ეგრევე ჭრის ბიჭო PlayStation-ში არა იმაში პერსონალურში რაგვინოლურა ყველაზე კაია ძალიან რაგვინოლურა იყო მე ჩემს ვაკას ღამეები გქუგა გათენებული მაგალითად ძალიან მაგარი თამაში ადამიანი რო იწყებს ლაპარაკს მართლა გეუბნები კიდია ვაფშე რო ლაპარაკობს შენ მე რო ვიწყებ რატო იწყებ არა რა მე რო ვიწყებ გერო იწყებ სერიოზულად გეუბნები თუ რაღაც სვამბო და ჭრი რაღაცა PlayStation ძალით გიჭრი თუ რას მეუნები ხა მე რო ვიწყებდი შენ იწყებდი და სუმე ესე ჩემში ორივეს ვაძლევ ირლანდია უეცი 10 წუთი დაისვენეთ აი ხა სვავები ლაპარაკე ეხა მინდა აი ყვარაცხელია იქ ცხოვრებაზე ყავსხელბურთში აქ ნინი აქ ყავს ის გიჟ დაბუცაძე ამდენი ლელოები ამდენი ისე რაღაცნაირად ის არის თაობა და ტოპი გახდა რა ეხა ხო ნინია ძალიან მაგარია აი ხა ამ თამაშს ნინი ბავშვები და ტოპი ბიჭო რას აკეთებს ბიჭო აი რანაირად ახო იყო ჩვენთან აი ქიში და ზუსტად შენ სადაც ხარ და რაღაცები მოყვა და აი რაღაცა ჩაულებრივად დაკეთებს ამ დროს ხო სხვა ხედვა მისთვის ხა ჩვეულებრივი ამბავი ხო არა ნიჩის მომენტია მარტო ხუჩასთვის არიან ეგეთ არიან მოთამაშეები ვისაც წნეხი არ გაასი ანუ შიში არ ეგ ძალიან დიდი ფაქტორია აი რაღაცით თუ გადიხარ და შიშით ხარ შეცდომას უშვებ იმიტომ რომ ჩემი გამოცდილება რაც არის რაც დამიშვია შეცდომები ხარ საჯობისას ყოველთვის იყო უდიდესი წნეხი ანუ წნეხი თუ არა შეცდომას თითქმის არ უშვებს არ ფსაჯი და არც მოთამაშე ანუ ნინის ეგა აქვს რომ უშიშა არის რა თვითონ აქვს ნათქვამი რომ ერთხელ ნახეო ავსტრალიის 15 ნომერი სადღაც 3 მეტრამდე ხდებოდა და მე იმის მერე მაღალ ბურთზეო არაფერი არ შიში მაქვს არაფერი არ მაქვს აი მინდა რომ აი მაგაზე მაღლა ავხტეო და ანუ წარმოგიდგინე ეგრე რო ფიქრობ რა რომ შიში არ გაგა შეიძლება ისე ჩამოვარდე იქიდან რომ დაიმტრა მაგრა დაამთავრო ყველაფერი არა უნდა რომ მარტო იმაზე მაღლა ავხტეს და ბურთი აიღოს და მაგას ეგეთ რაღაცას რო ფიქრობ შიში არ გაქვს გამოგდის ბევრი რაღაცა ხა ნინი ეგეთი არის რომ ბავშვებიდან ისეთი იყო შიში არ ქონდა რა წნეხს არ იდები და არ ვერ ნახავ რომ წნეხშია რა ნიკოს პირველი მსოფლიოს მე გამოიფიტე რომ მორჩა ყველაფერი თამაში აი რა ემოციებისგან დაცლილი იყავ გახსოვს პირველი რაც მოიმოქმედე რომ გამოხვედი მოედნი და სოფლიო ჩემპიონატი ხო აი პირველი ესეც სერიოზული აი სოფლიო დამთავრდა იმდენი იმდენი დავლიე რომ აი ტრონს ვერ ვცნობდი ერთი დაიცალებოდა ვისთან ერთად საჭიროა მე ვეინბარ ვიდეო მაქვს აი ისეთი მთვრალები ვარ თავებს ურტყავთ ერთმანეთს ეგენი ღვინოებს ასოვე და არა ღვინო რა ვინას არსვავ ვინა თამაში რომ თავდება აი გასახდელში ეგრევე ლუცი იღებ და ეგრევე მიდის რა ვინას არა ღვინოს რთული იყო ძალიან ორი თვე პარიზში ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვიყავით ვარჯიშები ჯარში ხარ რა ჯარში თელი მსოფლიო შენ გაგინე ხასიათი გეს ეს კარი იყო ეგ მომეწონა ორი თვე ხარ აი ხორცაკეთში ზატო აქ ძმაო მანქანა გაჩუქეს იქ გაგირე საცვი რა ჩუქეს არა იცი რა მართლა ოჯახს წერენ და რაღაცა ბიჭო განახო მესიჯები არა მე რა შეხო ქონდა მაშინ ერთი პერიოდი მიოწერა და გაოგიჟდი ბიჭო ოჯახს კი არა რავი რა ნეტა შენ მოკოდე და კიბო და გემართოს და ნეტა მაი რავი აი ეს გამოგჭრით სადაც გნახო ქართველისთვის ყელის გამოჭრა ეგეთი ადვილი ხა მაგათგან არ მგონია იყოს არა შენ ხა მქვეყიდა რო ხარ წავს მაგათ მარიციან შენ ზორი გაიგო აკრა სკოლაში პისაკატიში ვწავლობდი ატენელები ყოველდღე დაჭრა მიდიო და ბოლო მოედანზე დაჭრილი ხარ ყველაფერს რო დავიდაანებოთ ეხა მქონია პერიოდები რომ 3-4 კვირა აი მესიჯები მომდიოდა ისეთი რომ აი შენ მოკვდი და აი რავი და ისე უსტრანი ანუ რომელიც ქვეყანასაც არ მოეწონება ის ხალხიზეს ხო თითქმის ყველა კი. არა, ყველგან არის ეგეთ სიგიჟე ბიჭო, არა. აგებული თითქმის ყველა და. საჯებთან დალების დროს გვასახელე, შეხვედრით ხარ უსამართლობას? ბევრისვი. განსახელები. ბოლო იყო ეხა ბევრი რო არის. უბერში ჩავისვი 4 კაცი და სათითაოდ დაავტოვე 4-ვე თავიანთ ოთახებში. ეგ იყო და რაღაცა გამახსენდა ანოდარ. ой. ეს იმდენჯერა მყავს მისვენებული ბიჭო, აი მე მგონი მოგიწევს დღესაც, ნახე რამდენსო. აუ ეხა უარყოფაზე, მოიცა უარყოფაზე არ დახვიდე თორე ის ვიდეოები მაქვს, შენ ძმობას ვიცავ. ეხა მაგასაც ავხსნე. მარტო არ მაჩვენებინო ხალხისთვის, ამას აჩვენებ ეთერი. ეხა ბუხართან ვიჯექი ცეცხმა და ამათ რო არ გვინდა ეხა. აი ნიკა, შენ ეხა როგორც რა ვისე ლაპარაკები, საცე ლაპარაკები პროფესიონალს, რა ბუხართან დათრობაზე ლაპარაკები, კეჩები. საჭი არა, ვერ ლაპარაკები ჯამთელ ადამიანს, წეხი ახე. ნიკა. ხარე დაინახა, ჩემთან საგურამოში, გეფიცე, მაგ ვიდეოს დავდებ, კაროჩე რა, მორჩა რა. всё, უნდა დაიწყოს. всё, მომიწევს. ხარე დაინახა და ზის. მზე იყო თუ თორე 9 საათი არ ყოფილა.
ვაღიარებ. ეხლა ბიჭო ყველაფერს არაფერს ბიჭო რასვავს აი ძალიან მოჩა. არა, კამოცვავდი. კაი დაანებე თავი რა. ნახე 4 პაჭკას ვეწეოდი სამწუხარო. კოლობს. არ ქნა დღეში. დღეში არა საათში. 4-ს. არ ქნათ კატასტროფა და დაისვენებთ რო გადა. აი არ უნდა წყვის რიგება იცია თვითონაც შეჩემა. გამოსწორებული ბოზივით ნუ აპარატო. შენ რო გეთქვა. არა 2 წელია დედა უტირე. დავამარცხა 4 პაჭკიდან 8 ნომერი კენტით. ხო და კიდე კაი დუაროში არ განოლდა. ხო და ნახე ბიჭო, ამასთან ერთად ხო არ გვინდა უყვები, მაგ ყველა მიწის 9-ჯერ გაქვს მოყოლი. უხართან ცხელოდა და იმიტომ დაათვრა. არა, ვერ ყველა მაგარ მსმელს ნათქვამი აქვს, რომ სიცხესთან მაგრა ჩემი ცოლის ნიკოლოზი რატლის იყო ისა ვიდეოა გადაღებული უკან რომ ძინავს ტიტველიას გარეთ და იანვარი 27 -5 გრადუსი. უსვავ ეგრე უნდა და ათრე რომ აღიარებ, მე არ ვარყოფ ამისგან განსხვავებით, 4 პაჭკას ყოლობს რომ მოწევ და ბუხართან ზიხარ და სიცხე გიყავს და ბანკები მოწევ, ის ყოლობს მოწევ. აი შენი წარბების გამხმარ თუთონს მოუწევ. არა დალე ეხა ისე ბევრს ვარჯიშობ ძალიან. მე აი შენ არ სვავ შენ რა YouTube-ზე მიდევს ვიდეო საახალწლო ვიდეო ყაზბეგში წავეც მე ჩემ ვინც ვაკეთებ YouTube-ზე. ხო. აი თელიღამე ჭაჭას დარიალის ჭაჭას სვავდით თელიღა და მოხევე კაცი იყო ჩვენთან ის ადგა მე რამდენი ვეღარ დავლებო წავიდე მოხევე კაცი. არა თან ეხა შენ ბიჭო თან იქ სხვანაირად მიდის ხო იცი თაში ეხა იქაურობა ისე მიყვარს ჩვენ ბოიარდზე რო ვიყავით მაშინ რომელი წლები იყო ეროსმე რო გავიგე რუსთავერ ბოიარდი რო იყო ფორტ პატარა იყავი ტათმიანია მაშინ შენ ძალიან პატარა იყავი და იქ როგორ იყო იცი თამას რომ მორჩებოდი აი შენი არ იყოს რა სტრესი იყო მე რასო დალევა მიდე და მე და გიგა ჯაბადარი დავჯექით ღამე დავჯექით და ის ვინც იყო ის ბრიტანი თუ რა იყო ის ბოლოს გვეხოძებოდა დავით ამარები და დილამდე ვსვავდით ნოდა და რო გათენდა ეს მაროშკინა და ეს გუნდი რო გამოვიდა სათამაშოდ რომ მიდიოდა იმათ დავხვდით კიდე იქ რა სტიმა ღვინო არახს ბიჭო თელი ღამე თელი ღამე იმიტომ რომ ეს რაზე საითმი მყავს ეხა ეგ სტრესებს რო იხსნი და რაღაცა ხო ხვდები მერე მიდის და იქ თაშინო და იქ არის საერთოდ სხვა ინკომილება რა მე მეუბნება ხოლმე რაღაცა პათოსით ლაპარაკობ და თაში არა იქაურობაზე გიждები ეხა რომ ფეხი მკივა ვეღარ დავდივარ ეხლა მე რო ძალიან მიყვარს იმ თემაზეც მინდა შეგეხვა აი შევეხ იმ თემასაც შევეხ თოხლები რა საფრანგეთში იქ სადაც ყოფილ ხარ ყველაზე გემრიელი თოხლები. იცი მე ეს ვარ სტეიკის მოყვარული. მაგარია რა. ჩიჩია. სტეიკი არაგო თემა რა. კი ჩიჩია ჩემი თემაა ატორამის სტეიკი არის ჩემთვის აპოპეა რაღაც. იცი შენ თო გაგეთება ჩემთვის. ხო და მოვდივარ. იცი და მაგრამ ყველას ეხლა ისა აქვს რა რომ აი საფრანგეთში მაგარი სტეიკი. ყველაზე მაგარი სტეიკები არგენტინაში ვარ რამდენჯერმე ნამყოფი. არგენტინული სტეიკი? ხო, არგენტინული სტეიკი ამას ამბობენ და ის რესტორანში, იმ რესტორანში ვიყავი, აი მესი ვიდეო დონ ხულიოში ვიყავი. ხო, აი მაგ რესტორანში ვიყავი, ოღონდ როგორ რესტორანია, იცი 3-4 თვით ადრე გინდა დავშანდი რა და ჩვენ არგენტინის რაგბის კავშირმა გაგვიკეთა რომ მიდითო და უთხარითო რომ მარადონას ყოფილი მენეჯმენტის წევრები ხართო და შეგიშვებენო გაკეთებულიაო და მივედით ერთი 100 კაცი დგას გარეთ რომ იქნებ ვინმე ამოვარდეს მოდი საგიჟეთი მან შევედით რა ეგეთი სტეიკი და ეგეთი ჩორიზო და რაღაცა ეგეთი რაღაცები ემპანადა არგენტინული კინაღა აი ეს თარა გემრიელად ყובה 1 კილო ტომაჰავკი შეუკვეთე 1 კილო ეგ რა არის მე არ ვიცი აი ეს აი ეს რიბაის ეს დიდი ჯვარი რებზე რო არის ეგრე ერქვა არ ვიცოდი მაგას თუ ეგეთი არ გამისინჯავს არაფერი ნუ არგენტინაში კარგს ძალიან მაგარ შეჭამ ნუ რა თქმა უნდა ცუცად შეჭამ მაგრამ ზოგადად ხორცის ქვეყანა მაგრამ ყველაზე მაგარი რაც სამხრეთ აფრიკა ხო სამხრეთ აფრიკა არის რა სტიკი რა სამხრეთ აფრიკა არის სტეიკის საოცარი აი სასწაულის სტეიკები აქვთ როგორ წავიდე სამხრეთ აფრიკაში და კარგად კეიპტაუნში კეიპტაუნ ვინც წახვალთ უდიდეს სიამოვნებას მიიღ მაგრამ ნუ ძირითადად მაინც ევროპაში მიწევს და ეს ბრიტანული fish and chips რაღაცები აი ბევრს ლესაო ეს უხეშად კითხო როგორ ბევრს მაშვები ჭამ რა ვიცი რამდენი ჭამ ხო უნდა შევეჯიბრო მაშინ ჩემ YouTube-ზეც მიდევს ეგ ლონდონში ვიყავით ქართულ რესტორანში რა და ეგენი ყველაფერი მიდევს ჭამთ კიდე ხა როგორ ახლა მორაგბე ადამიანი ჭამს და სვავს რომ ბიჭო მე რატო არ ვიცი შენ YouTube აქამდე კაი რა მართლა რა მოკლედ ჭამასგან ვიღაცებისგან გამიგე რომ ეგრეც არ არის რახან ესეთი ვარ არ გეგონოს რომ ბევრს ჭამდა რაღაცა არა მე მაგრამ მევასე მიუხედავად იმისა რომ საქართველოში როცა ვარ არ ხშირად არ ვსვამ რა ქვია Lucky Gents ანუ იღბლიანები
ეს საქართველოს ვცდილობ რეჟიმი დავიცვა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა საჭებს გვამოწმებენ, ცხიმზეც გვამოწმებენ. ნაკრამდენი. ხო, ცხიმზეც გვამოწმებენ, ძალიან რთული ტესტები გვაქვს, ფეთქებადობაზე გვამოწმებენ, ბევრ რაღაცას გვამოწმებენ და ვცდილობ რომ საქართველოს სულ რეჟიმში ვიყო, მაგრამ აი იქ რომ მივდივარ და კარგ რესტორანში ვარ, რა ისე რა თავს არ ვსვამ. ყველგან გემრიელად აკეთებენ, რაც კი აი გაპიროია იქ. აი სად არის? აი ესპანური სამზარეულო ნიკა. ეს ხამონები ისენი კი? აჰა, subscribe bro. დიდი მადლობა. და შევჯდები ხა ამაზე, იმიტომ რომ მევასება ეგეთ რაღაცებს. კი, არა, მეგობრებო, გამოიწერეთ ლაილაის YouTube არხი, გამოიწერეთ ნიკას YouTube არხი, აგერ დიმა გიჟივით არის ახლა. ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ამ ხელა შენ შეგიძლია სერიოზული კომენტარი. ვიცი რომ დო არ არის იქ მაგისი, მაგრამ აი როგორც ვცდილობ. არა, თან უყურე იქ ახლა შენ შეზღუდვებიც გექნება, ახლა შიგნით საჯების თემებში და მეებში ვერ გადაიღებ, ხო მაგე? რაღაცებს. არა, იმიტომ რომ თავისუფალი კაი ტიპები არიან, ხო ალბათ. შიდა სამზარეულო და მე გამოსვლა შიგნიდან და რაღაცებს. ეს შერია ვიდეო? ხო, ეს ყაზბეგში დავვლეთ ეგ ვიდეო. რა ხინკლები. ისე ახლა სხვა სახეობებს რო უყურებ ხოლმე გუნდურს, სხვა ჩაგირთავს ტელევიზორი, მეც ეხლა დრო არ გაქვს რაღაც. რომელი უფრო რთული სამსაჯო გეჩვენება? რაკთან ვერაფერი. ახლოს ვერ მივა ვერაფერი. ანუ ახლა წნეხით და იმით კი რა თქმა უნდა. არა, წესებით ყველაფერი. რაკთან ვერ მივა ვერაფერი. ძალიან გამიკვირდა ფარიკაობა არის ძალიან რთული სამსაჯო. ფარიკაობა ყოფილა და სანდრო. ანუ ოლიმპიადაზე სანდრო. მე ხო ფარიკაობდი. რაპირაში და ბაზაზე ხორთულია ძალიან. ბიჭო, ეხლა არა, ჩემ დროს იმდენად არ იყო. ესეთი განვითარებული ტექნოლოგია არ იყო და სისწრაფეც ეგეთი არ იყო და. ხო, რაღაცა. თულია და თან სად შეუძლია ისეთი პროჭობა გააკეთოს, შემი რომ აი სანდრო. ხო იცი სანდროს რაც უკრეს. ეხლა სანდრო მე ჩვენ ვყავდა YouTube-ზე და მე ვკითხე. ზედმეტად ხო არ ატრაკებერკი მართლა თქვა, აი შენ თავს. ბიჭო, ცოტა შეიძლება კიო, მაგრამ აი ძალიან მართლა ძალიან ცუდად მოექცენ ბიჭო. არა, რომ უყურებდი, მივხვდი რამდენად აი მილიმეტრებში შეიძლება გადაწყდეს რაღაცა რა და. დროში, ეხა აი ხო. აი ეს უნდა გადაწყვიტო შენ ეხა და მიდი და რასაც გინდა იმად და წარმოგიდგენ რაგბიც ეგ არის ოღონდ 30 კაცში და აუ რაგბიც მაგრა შეუულია დაჩაგვრა ეხა თან საათს რა ეხა თქვი რა. არა, იცი როგორ არის ანუ არა, დაჩაგვრა ხა ნებისმიერ საათს შეუძლია. თუ მოინდომა ერთმა ერთი ჩოგბურჩის კი ჩაგრავე ბიჭო. ვეღარიშველის ვერაფერი თუ მოინდომა საჭმა შენ დაჩაგვრა მაგრამ. ხო, მაგრამ ზატო მე იმსაც ვერ უშველის რაგბში ვერაფერი ინდომა. ძალიან რთულია რა. ეს გააქვს როგორც თქვა მორაგბეებს მოინდანს რა ხო ეს სუსტი მეტოქე და შინაგანად რაღაცა. არა, ხა სხვაების გეკითხები. ავტორიტეტი და შედარებით აუთსაიდერის, აი ავტორიტეტია და იმიტომ არ მისცა ყვითელი პირობითად ეგეთი ფეხბურთი არის ხომ ეგ ბაზრები. როგორ არის საერთოდ არა გაკ აი ეს ბავშვი. აი ძალიან არა, ერთი მთავარი მიზეზი რაზეც აი მაქსის სტრაფით მოხდი მაგდონეზე იყო რომ აი მეც გეკიდა ესე რო თქვა. ნინიზე რო ახსენე რომ შიში არ ქონდა მეც ან არანაირი შიში არ. ხო, არა, შენ ახლა ისეთ თამაშებში გაქვს მასპინძლის საწინააღმდეგო რაღაცები მიღებული ისეთ სიტუაციაში რომ ძმაო არა იცი რა მომისმინე ეგ გასაგებია რომ ეგ მაგარი კაია მაგრამ უყურე ეხა NBA-ში ვთქვათ ხო აი ვთქვათ გარნეტი რო იყო ჯორდანი ეგ იმეც მიმართ რაღაცა თემა არსებობს ეხა ნიკა არ არსებობს რა ეხა შენ ეხა ძალიან იმაშვები რა ქვია შეიძლება გააქვს შენ ეხა არა არ ვიცი აქ ქონია უელსის აი რა ტრაბახო მაგრამ ფაქტს ვამბობ უელსი აფრიკა რო იმსაჯე საშინელი დისციპლინა ქონდა უელს და 4 ლეგენდა ბიგარი ალვინ ჯონსი რის სამიტი და კიდე ერთი მოთამაშე 4 აი ეს დაუნტყიო და ყვითლები აი 4 ყვითლები კი ვიცი ეგა აი არ მქონდა მოდიან ხოლმე და რას გეუბნები ერთადერთი რაც ანუ რას უნდა გიქნა არა იქვე რაღაცა არაფერს არ ალვინ ჯონსი დათვრა საიფსერის მაგარი თვალე ყო მოვიდა საჭები და მაგარი პროჭები ხარ ყველა ოღონდ ისე რა ჯიგროა ხო ეხა მაგაზე გაგეცინება ხო და ერთადერთი რაც მაქვს არის რომ აი 60-ით 0-ს თუ აგებს გუნდი და აი ხო რო ცოტა შეიცოდებ რა მაშინ რაღაცებში გაატარებ ეგ ადამიანობაა რაღაცაში კი შანსი აი ესე ადამიანურ მუღამებს ატარებ რა თქმა უნდა და მაგის უცებ რომ 60-ით 50 გახდეს მე მაგ დროს ვერ შევი 50 თუ გახდა ის გუნდი მაშინ წავიდეს ამჟე იცი რა მაინტერესებს აი მართლა უნდა კითხო ეს ერთა რა ქვია რაგბი ევროპა ნუ აი გადავიზარდე გავიგეთ ყველაფერი ვიცით მაგრამ უყურე სხვა ალტერნატივა სოფლიოთაზე გასვლის არ არის. ორი თამაში უნდა მოიგო სოფლიოს და ავტომატურად ხარ გასული. იქ რომ მოიგო. ხო და იქ იქნება ეხლა კრატიკი მაგითკენ მოხდა. ეგ. ტონგას და ნამიბიას მოუგეთ 2009-ში ავტომატურად გავედით და. მაგრამ თუნდაც გახვიდე, კაი, გახვიდე, მაინც უნდა ითამაშო ეს რა. რასი ხო რა და. ნახე, შენ რეალურად გირჩევნია რომ ეთამაშო ანუ ეხლა რომ დონეები გავითვალისწინოთ სამოას, ტონგას, იაპონიას, ამერიკას. მაგრამ ნახე რა პრობლემას აწყდები ის სიმბოლოშია.
ეს ამ ბოლოშია, ის გრენლანდიასთან არის. ის, ამიტომ ეს სად შეიკრება? აი, ესაა პრობლემა. ხო და აგას ომხებს აზერბაიჯანს არა აქვს ეს რაგბი რო აქვე რო იყო რა, ეხა ესე და ამიტომ გვიწევს კი ყველა. ეს პორტუგალიას რუმინეთის ისინი ტორმუზი. ხო, მაგრამ რუმინეთი იზავს მაინც, ხო იყო და პირიქით კორუფციაში არა ჩაფულები. ნიკა, აი ესპანეთი ვერ იზავს ავიჯერო გასო. ესპანეთი და პორტუგალიას უფრო აქვს და პორტუგალიას ძალიან მაგარი ნაკრები ყავდა, მაგრამ აი რო არ არის ელიტარული სარაგბო ქვეყანა და არ აქვს ელიტარული საკლუბო, რადგან ვისაუბრე, თაობა და მსმელი როგორც კი წავიდა, იმ წამსვე ანუ ვერ დაიჭირეს რომ გაეგზელებინათ რა, როგორ დაიჭერ, როცა შენი კლუბი არ ყავს ელიტარულში და ხარ ესე საკვანძო მოთამაშეებს, რომელიც top 14-ში თამაშობენ და იქ ერთი ტრავმა ხმეთ რა დაიფაროს, ერთი დანებება და უკვე თაობა. ანუ ჩვენთან რაც ხდება დასაფასებელია, მოდი ესე ვთქვათ რა. ამ ხედა პატარა ქვეყანა პორტუგალია რა, ხო, აი ამ პატარა ქვეყანა ვართ, ბიჭო, მართლა მორაგბეები ცოტა არიან. ცოტა მორაგბე საქართველოს ფონზე თან ეხლა. ნუ ჩვენ გვინდა რომ ქვეცნობიერულად რაგბი შევადაროთ ფეხბურთს. არ გამოვა. აზრი არა აქვს, ფეხბურთში ჭირდება ორი ადამიანი, ერთი ადამიანის ბურთი და შეგიძლია ითამაშო ბურთი. აგორავ კარფი დარტყა. რაგბს ეგრევე ითამაშო. ყველაზე მაგარი ჩოგბურთია ჩემონიკა. 14 წელს რო იყო ერთ კაც წაიყვან შენ არის და დაგები და გადააგდე. თამაშობ შენ ესე? რა სპორტს თამაშობ? კალათბურთს? Call of Duty თამაშობ კომპიუტერში ძალიან მაგარი. შენ წამე სამათმა კომპიუტერებმა რა. ისწავლე გეუბნე მაგრამ და რომ FIFA ისწავლოს და 10-0 მოუგო სულ. არა, ესე ლაივში. ლაივში მოგიჭირე. არა, ნამდვილად. ჭიდო. ისე ჭიდო. აი ბიჭო, ბუკა წავიდა იქ. ამას უნდა ვეჭირაო, შენ ამ თამაში თუ სადღაც ბუკა შარიკაძე. ბუკას თემა არ მინდა ხა წამოწე. ბუკა მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს, ეგ მინდა და ვეკონტაქტები. შენი არა, ბუკა შარიკაძე. სუდი ამბავი დაემართა. ბიჭო, ხო რა, ეხა ვიცი რა, შავი შენ თუ რამე გინდა თქვა თქვი და მე მგონია რომ ეხა ამ ეტაპზე სიჩუმეჯობია, სანამ ბოლომდე გაირკვევა, კიდე აქვს შანსი რაღაცას ჩალიჩობს და წვალობს და გამაშტავდა და ჩხუბობს ბიჭო, ხო? კი, დადი, просто ეხა მე ვიცი რომ არის და ავი შენ მარც უნდა მეთქვა რა და არა, რატომ თქვი? მაგარია, არ გინდა რომ მე და შენ გამა. გამა არა, შენ როლე მიფასო. მე მიყვარს ეხა UFC-ს რა თქმა უნდა უყურებ და უყურებ. მე ესენი რა გიზები ყავს. პელეები, ორი პელე. იცი ხა ილია მახაჩევს. აბეთ სხვა ჩვენს მაგარია ისიც. ვინ? მახაჩევ. მაგარი როგორ არ არის. მარა ილო ილია დამძიმეში რო იქნება. მერაბა ილო. ისე მე და შენ უნდა ვიჩხუბოთ. ეხა დოლიძე. გამაში იჩხუბეთ. არა, ვაპირებთ ეხა ერთ გაიცემაში უნდა მოვიყვანოთ UFC და არა ვინ არ ვიცი და ამას ერთი მე ვუთხარი რამდენი გინდა ერთი წუთიო და ერთ წუთში მოკლავ შენ. ოღონდ მე არ დამიწყო ასაკში პატივი ეცი ბიჭო. ვაიმე ხახო გეხვეწები ეხა დაიმახსოვრეთ ეს ლაბარაკი კომენტარებში დაწერეთ ვინ მოიერე და ვამბობ რომ რაც ხსნელია აი არც ერთ არ დაწეს იმას და გეფიცებით რომ თუ დავინდო ის 30 წამი რა წუთი გახდა 30 არა 30 იმიტომ რომ მე წუთი მოკდება ვიდეო ძალიან კაცი ჭამია წუთი ცოტა გონია წუთი რო უთხა გაჩვენდიო ვერ გაჩვენდება ერთ ანუ მაბოროტებს ეხა ჩვეულებრივ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა რა ძალიან ცუდი რა არ დავინდო მართლა ეხა არ დავასახიჩრებ რა თქმა უნდა მაგრამ სუდაბლა ეგდება შენ გამო როგორ შევიდე ზონაზე ეგ მინდა თორე გიშია არ მინდა ნიკა ზონა ხო ეს ვიციან ხო ნიკო ყველაზე ესთეტიური ნაკრები ეხა მე საფრანგეთი ხო რაც გინახავს ძალიან ეგეთი ათლეტები ეხა შენ პროფი ხარ და ეგეთი ათლეტები ეგეთი სარაგბო ფილოსოფია და შესრულება აი საფარი ხო მე ერთხელ გავუჩი All Blacks-იც მე სტილია მე არგენტინამ გამოვაჩა არგენტინა თუ კარგ დღეზე არის ჩასული სადმე დაანგრევ ესენი ტონგას ამოეგენი ხო იმა თავისი სტილი ურევენ მაგარი ამრევებია რაღაცა ლიმიტი აქვს იმიტომ რომ მაგათაც ის რესურსი მე აღარ აძლევს წინსვლის საშ იმიტომ რომ ნახე ტონგას ამოა ფიჯი ვიღაცა მაგარია წავიდა ზელანდიაში ეგრე ხო აი სადღაც ჩერდებიან თუ სტილი აქვს სიხის წეს ბოჭები დიდი მხრები გენეტიკა თორე თავის სტილი აქვს და ექნებათ მაგრამ All Blacks-ი და საფრანგეთი და ნუ სამხრეთ აფრიკას კიდე ეგ ცალკე ფენომენია სამხრეთ აფრიკა და რასთან როგორ აკეთებს ძალიან მექანიზირებულია მაგრამ აი თვითონ სტილობრივად ხო აი საფრანგეთი თამაშობს ულამაზეს რა ხო აი ისე გაგიკეთებს სივრცეს ისე შეგიქმნის ის ათლეტი ისე გაიქცეო ისეთი სარაგბო IQ-ები აქვს ტიპის All Blacks-ი რას აკეთებს All Blacks-ი ქაოსს ქმნის მოედანზე ქაოსს ქმნის და აი უდიდეს ქაოსში იქნება და თვითონ იქნება ბედნიერი იმ ქაოსში და მაგარია ეგეც ფილოსოფია აი კალათბურთს აფრიკა უბრალოდ აი აფრიკა გირტყავს კი დაგღლის დაგლეწავს და გალურჯებს და მე მოგახლა არგენტინის რა გამიკვირდა იცი აი
მარცხენა ფრთიდან რო დაიწყეს ტიპემ, არ მახსოვს რომელი წელი იყო, ოღონდ ადრე გეუნები, საქართველოს 7. საფრანგეთის წინა აი ფლანგიდან რო დაიწყეს, წკაპ, აი ბურთი როგორც გადადიოდა. ანუ ერთად სინქრონში როგორც ამოდიოდნენ, მე ხმა ყველა მიცის რომ შეიძლება აი ფანატიკოსი არ ვარ რაგბის, შეიძლება არა. რო შენ ხო აი ღამე 4 საათზე დგები. მე მახსოვს დივას მიყავდა ერთ პერიოდში. არა, რა ვიყავდა ერთხელ იჯდა ნიაზასთან. საყვარლის ნიაზასთან. კიდე რო გაგვიკეთეს უესელება. გავიგე, მაგრამ მე უარს ვამბობ, იმიტომ რომ არ ვიცი, ბიჭო, არ არის ჩემ კომპეტენციაში ხარ და მაგითო მე ის კატეგორია არა ვარ, რომ დაждდომით დავждები კი და რაღაცა მარა დეტალებში ხარ. თან რაგბის მაყურებელი ცოტა სხვანაირია, ძმაო, სპეციფიურია და ეხა ისე თემა, მე მაგის წინააღმდეგი ვარ, რომ ყველაფერში კი რო ხარ რა, ეხა რა აი მაგაში ვაფასებ აი როგორ იცი, პირველად უნდა შევ. გამორიცხვა ეხა იმედზე იყო და მთხოვდე რომ დაჟეგი და ვეუბნები არა რა. საინტერესო იყო რა. არა, გამოწვევა. იმ მომენტში ერთ თამაში კი თან უელსის წესზე დავსვეს მაინდა-მაინც ბიჭო. თამაში რა სად გადაგვირჩნენ. ხო და თან ნიაზასთან ეხა უბერავს რა ნიაზა ჯიგარი ნიაზა. ხო, რა საყვარელი კაცი. ჩემი ბიჭი, ჩემი გოგო. ყველაზე მაგარი რას ეხა ნათქვამი, კლასიკა. 15 სოფლიო. ოტელო არ აღჭობდა დეზდემონი. ეგ იყო აი ეგეთი აი. ალბათ საუკეთესო. აი მე ვექიმზეს მაგარი გაწედა იმ გოგოზე. კარგეთი. და ვერეკ სექსისტი და გადაუარეს და არა ნუ ეხა ანდრო ჯიგრულად თქვა რა. ადგილობრივი კადრი. ადგილობრივი გამოცდილი კადრია. კაიფობ ხო რეპორტაჟებით. რომი მყავს? კი რა როგორ არის? მე მაგალითად ამისი ლადოს ტაყვანილი და მე ისე ხო ხა დეტალებს და იმებს წამში ხვდები და რაღაცა. კი ხო ხო მაგრამ იცი რა ზედმეტად არ უნდა გადატვირს თუ მაგას. არა ზედმეტად. შეხანდახან აკეთებ ხოლმე. არა აკეთებ რა ეხა ბიჭო გაგირბის ისა იმიტომ რომ შენ იცი მაგ ზოგადად ყოდება ისეთი კომპლექსურია რომ აი ხანდაირად ვერ იგზავ. აი ისეთი კომპლექსურია რომ ჩვენც აი ოთახში რომ საჯები ვართ რა ლონდონში ვიკრიბებით ხოლმე ყოველ წელიწადში 2 ჯერ რა შეკრება გვაქვს. აი ერთი მსაჯი რაღაცა ნაწილი იტყვის რომ თამაში არ არის დარღვევა, რაღაცა ნაწილი იტყვის ჯარიმა, რაღაცა ყვითელს იტყვის, რაღაცა ჩვენც ვერ თანხდებით ხოლმე რაღაც მომენტში. შენ რომ იმ საჯება იცია რომ რეპორტაჟები დროს აკრიტიკებ ხოლმე? არა. აი ის არა გეხუმრები გას. ისიც არის ისენი ქართული რეპორტაჟების იმაში აღამენ და ათენები. ო რა რო გადატარგმნო და აქვს ერთი უცნაური რაღაც რა რას დავაკეთე. ერთი ამბავი დამემართა, მაგის მე ვარ ძალიან ფრთხილი რა და ბოდიში შეგაწყო. არა, მიდი გაზი მოყევი. მოკლედ საინტერესო ამბავია რა, მაინც მე ვარ ისე ფრთხილად, რომ აი რას ვიძახი და როგორ ვიძახი ძალიან. ანტონ ფეიქრიშვილს და გიორგი ბარბაკაძეს ჰქონდათ პოდკასტი Inside Rugby რა, თეატრში და მოკლედ მიმიწვიეს Challenge Task-ზე გავატარებ. პირველი ისეთ Challenge Task-ი ვინც არის, ფეხბურთის ენაზე რო ავხსნათ, არის ხო ჩემპიონთა თასი და ქვევით UEFA ხო? UEFA Europa League. აი Europa League არის რაგბიში Challenge Task-ი რა და Leicester Tigers-ის თამაში ვიმსაჯე ფრანგულ კლუბთან Welford-ზე გასვლა რა ინგლისში და ვიმსაჯე და ნუ არის ეგეთი მოთამაშე ელის გენჯი რომელიც თამაშობს ინგლისის პირველი ნომერია რა და არის ისეთი ძალიან ისეთი რა ხისტი და ეს რაღაც პერსონაჟი ეს ქარაქტერია ხასიათი ისეთი და 60 წუთის მერე შემოვიდა რა და მე გამოუცდელი ვიყავი და რამდენის ვიყავი 4 წუთი 60 წუთამდე კარგად მივყავდა თამაში ეგ რო შემოვიდა ამერია თამაში რა იქ ვიღაცა არია ყველაფერი რაღაცა და არია ყველაფერი რა და ვერ ჩემი გამოუცდელობით ვერ მოვთოკე რა ხო და აი ამაზე მქონდა საუბარი იმათ პოდკასტში რომ მეთქი ესეთი ტიპია მეთქი რა რომ ამირია თქო თამაში თქო და ცოტა ბულერი რაღაც ეგეთი შემოვიდა და გაჭიმა გაუწყონ ფრანგებს და მოკლედ მაგრამ ამირია მეთქი თამაში და ეგ რომ მოედანზეა ცალი თვალი მაგაზე უნდა გეჭიროს თქო რა გადის 2 წელი ნახა ესა ბიჭო და 2 წელი და ეს რაღაცა დაადეს რა YouTube-ზე ეს ამონარიდი რა ბარბაკამერი ჭრიდა ამ მომენტებს და ამონარიდებს YouTube-ზე დებდა და საჯობ ჩემპიონთა უკვე ეს ცოტა ხო, უკვე აიწია, ხო, ეს გამოსილება და უკვე ჩემპიონთა თასს ვსაჯობ რა და ისევ ლესტერი არის, ეთამაშება კლერმონს გასვლაზე. და გენჯი არის კაპიტანი. და თამაშის წინა დღეს სტივ ბორცვიკი ხა ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ვინც არის, მაშინ ლესტერის მწვრთნელი იყო რა და მირეკავს WhatsApp-ში. რომ მეკითხება რა შერკინებაზე ამაშვებით პრობლემები სამსაჯო, საფრთხილო რაღაც ტექნიკურ დეტალებს გადის. ბოლოსო რა ერთი თხოვნა მაქვს რა, მოკლედო YouTube-ზე ვნახეთო ერთი რაღაცაო. რო ელის გენჯეო ცუდად ლაპარაკობო რა. ქართული თათაურით ქართული გადავათარგმნინეთო ვიღაცასო. აი ის თარჯიმანი დამაჭერა. ვერ მოატყუა მაგა კიდე მაქსიმუმ. აი მენა ისა ორჯონიკი. ეხა ნაპოლი და ხვიჩას ამბავი გამახსენდა რა რო თარგმნია. და
და მოკლედო ეხავ რაც მივიღეთო თარგმნითო ცუდად საუბრობ და რა ქნაო ეგეთიო რომ ეგ იმას ქნაო ამიტომ კაპიტანია ხვალ და რო შემოხვალო იმიტომ რომ თამაში წინ სულ გასახდელად შედის საჯო პირველ ხაზს გაესაუბრებ ხო მე შენ და ელისიო გადავიწიოთ რა ცალკე ვიბაზროთ გავიდეთ ბრატ და აგვიხსენიო რა შეიძლება უშენ ვერ გადავთავაზოთ ახლა მაინც დიპლომატიურად ახლა მეოთხე ფინალი იყო და კლერმონშია გასვლა იმას არ ითვალისწინებ ახლა ახალგაზრდა რო იყავი და 2 წლის წინ რო იყო კიდე ანუ აგვიხსენიო ახლა მესამე ენა ისო რა თქვიო და რატო თქვიო რა და ვახ მეთქი და ცალკე გავიწიო თვალში არ გამილანძღავთ არაფერი უბრალოდ თქვი რომ მეთქი ბრუტალი ტიპია და ხო რა ანუ თამაში ამირია და რაღაცა ისე თქვი რომ და ნუ გავედით რა გადავიწიე მე მორჩიკა და ელისა გადავიწიეთ და ნუ უყურებ რა ეს თვალითვალში მეც რა ხო არ დავიწყებ არა ეს დაიწყება არა მეთქი პირდაპირ უთხარ რომ თამაში შემოხვედი მეთქი ეგ თქვი რომ მაშინ თამაში შემოხვედი თამაში ამირიე გადავწყვიტე რომ მეც ბოლომდე მივწოლილიყავი მეთქი რაც არის რა თამაში ამირიე თქო რთული მოთამაშე ხარ თქო ისეთი ცალთვალი უნდა გადევნებდე და დღესაც ეგრე იქნება მეთქი ცალთვალს გადევნებდე მაშინ კიდე აქეთ იმას გენი რა და ესე მიყურებს რა და ისეთი ტიპია რა ესე მიყურებს რა Okay, that's fair. და ხელი ჩავამართო რა. რა ჯიგროდა. ეგეთი კაი ურთიერთობა მე, აი მოედანზე რო გქონდა, აი თავის იმით და შეფალები ჩაქრიდა. ხო, იმის მე სუ ისე კარგად. აჯიმამა რა უთხრა, ეგ არ ყვია ჯობია, ეგ შეიძლება საერთო არამეებია. ხო, მაგის მე მივხვდი რომ ცოტა ფრთხილად უნდა ყოფილიყავი, რომ ესე არავისე ისე ფათაშობის ეგ ეპოქა დადგა. ხო. რატო უყურე ჩვენ ნაპოლიზე რო გქონდა ეხა ხვიჩას აგენტი და მამა რომ ყავდა ჯუღელი და ბადრი ბიჭო ეგრევე ლაივში თარგმნიან. ანუ ინტერესი ხვდები ახლა ის კოლოსალური იყო იქია გასაგებია, მაგრამ ასე რომ მართლა სიფრთხილე არის. ამ გადაცემაში შეიძლება, ეხლა ესე შეიძლება გაიტანო. ხო, არა, მაგრამ ცუდი არაფერი არ მითხრა. რა, რაც იყო ის და რეპორტაჟი. მაგრამ სტიბორციკო მაინც ისე. არა, ეგ ჯიგრული. და ნუ აი რომ ვისაუბრეთ. აი ლიკა მოდი რა, ლოგიკური კითხვა მოდის ახლა მაქედან რა. ეს რაგბის ოჯახი ბევრს აღიზიანებს ეს ისა რა. და კოდექსი რაგბის და წესები. ეხლა სუიდება, ფეხბურთში როგორ ხდება, გვერდზე იდება რაგბი როგორ, საჯი როგორ ეს დიალოგები საჯს და მოთამაშეებს შორის რა. ეხლა უყურებდით ხო? ჯელის იმას. ხა ქულას ვერ მოგცემ, მაგრამ საშუალებას მოგცემ გაიქცე თუ რაღაცას ეუბნება. და თათო მოგცემ დაარტყა და თუ ესენი რამდენად ის არის რა კომუნიკაცია და თან როგორ წესი, ხო, აი როგორ წესი, ვერასაც უყურებ. მორაგბეები, მადლობა და იგებენ რა, ეხა იქ არ ყოფილა 1000-ში ერთხელ რომ ვიღაცამ გაჭედოს რა. ეგ მართლა რა ძალიან მაგარია. და აი ფეხბურთში თუ დაინერგა ეგ პირდაპირ ხმა ამ საჯის შეიცვლება რა სპორტი იმიტომ რომ იმდენი საშინელებლად იქ ერთმანეთს გადალაპარაკი კატასტროფა ხდება რა გვს ეგ აქვს რა ეხა თუნდაც მარტივ მაგალითი რომ მოვიყვანო საფრანგეთი ინგლისს საფრანგეთს საჯობდე და ეგ როგორი თამაში იყო იცი მე საკაიფოდო და ინგლისს საფრანგეთს საჯობდი მაგ თამაში რა ისეთი დაძაბული იყო და აი ყველა მაგარ წნეხში იყო მთელი თამაში არც ანგარიში გახსნილა ისე რომ გაქცეულიყო რა არა აი სულ მოჭიმული იყო და მაროიტოჟე იყო კაპიტანი რა ინგლისის და ერთი მომენტი აი ძალიან წავიდა თამაში და ძალიან მაგარი ფიზიკური გახდა და საფრანგეთი რაკში გადაყრისას ქვევიდან გაპარსეს რაკი და იტოჟემ სილინგოფ აი ეს დაიყო ჩავარდნენო რა რაკში და მეორე ფაზაში წინ გადავარდათ ბურთი რა დავსტვინე წინ ვარდნა შერკინავს ნიშნავდა იტოჟესთან მივედი და ვეუბნები რომ მეთქი ვაფასებ შენს ემოციურობას შენს ნებას მაგრამ ეგრე აღარ გამოხატო გთხოვ მომენტიო და ეგრევე ბოდიში და ანუ აი ეგრევე ხელი დამადო რომ რაღაცა რა ანუ ეს აქვთ რა ეს მომენტი რომ იციან რომ აი ეს კოდექსი ენა არის რაღაცა მომენტი რომ შეიძლება მოგაწვეს და გითხრას რომ აი თვითონ სარაგბო ტერმინოლოგიით დაგიწყო საუბარი რომ ეს აბა აქ მაგრამ აი როგორც კი შენ ნააზრევს და ახსნს ეტყვი იმწონსვე ოკეი სერ და აი მაგარ ჩხუბში მოყოლით ხარ მართლა რომ გაშვერე აი ძალიან მაგრად ჩხუბში რომ სახშიშიც რო იყო შენთვის კი როგორ არა ანუ ისე შემოვარდნილ ანუ შორიდან რომ აი ყოფილა რომ ორი მოთამაშე ერთმანეთს იძგილავება და ჩავდგარვა რომ გაანებე თავი გადა ერთი ხუთი კაცი რომ შემოვარდა და მაგრამ მომხვდა და თავი ჩავყავი და მე გამოვედი აზრი აღარ აქვს არი თქვენი უნდა მიუშვა და უყურო რომ უბრალოდ ვინმე ისეთი რაღაც არ გააკეთოს რომ ან საწიფლით არ დავთავრდეს ან თვალს აი ესე ახლოს იჭერენ და შეიძლება თვალში იმას რაც არ შეიძლება. აი NHL იმიტომ მიყვარს, რა მიუშვებენ ორი წუთი აჩხუბებენ. გუნდურ სახეობებში ეს ორი სპორტია, ხო? რაგბი,
ჰოკეი, სადაც ბახ. რაგბიში არა, რაგბიში არ მოსწონს. ხო, თუ იდახს იხმარ ხერხს თავს ჩაარტყავან, შედარებთ ხა მამის ციტატაკეთ თვალში, ეგრევე წითელი ვარათია და ალბათ 12 კვირიანი ისა რა, ეგრეა. 12 კვირა რა გასვენებია, ადრე იყო წარმოიდგინე რამც გაუფუჭა რა ეგეთი სახელი დაუმკვიდრა რა აქვს, რომ ადრე იყო რა, ეხლა საფრანგეთის ჩემპიონატი იყო ჯუნგლები. მაგით გამოირჩეოდა რა. მე ჩვენ ბიჭებთან მაქვს ნასაუბრები. მე ვიცი გორგოძე დაუბარებიათ სადისციპლინოში. კი, გორგოძე კი არა, პროდეორში და ელიტაში თამაშს კი არ გეგმავდნენ, რომ აი ამ დროს ამას ვაკეთებ. თამაში როგორი გეგმებოდა, იცი? მე-5 წუთზე შენ ამას დაარტყა რა. შენ ამას ბუთს ჩაარტყავ სახეში. გამოიყვანო. აი ეს იყო, აი ესე იგეგმებოდა თამაშები და მაგარ მე იმდენ ხშირად ხდებოდა საფრანგეთი იყო მაგის ბუგდე. რომ რაღაც ეგეთი ჩამოყალიბდა რომ ეხლა რომ ვამბობ რომ რაგბიში ვარ, მაგათ აჩხუბებენ ხო მოვიდა. არა ჩარვაჯა არა. ხო არა მამუკა მომიყვას, გადაშორის 200 კილომეტრი გამატარესო, მანქანი თუ დავემბარე სადაც 100 წუთში მოუყამარი და წამოვედიო რა. მამუკა მე რამდენადაც მაგარი მორაგბე იყო, ეგრე დაიმკვიდრა რაღაც სახელი მაგით ნაწილი იყო რომ პასკალ პაპეს და ის ცნობილ მეორე ხაზლებს დაუმტრია თავი. მე ზაზაფაჩულიაც მე მკითხე მაგას ადრე მყავდა როცა NBA-ში ჩამოსული იყო ერთ-ერთი რითაც გაითქვა სახელი იყო გარნეთან და იმათ არაფერი უარ დათმობ და ურახუნებდა რა ეხა დათმობ და გადაგაჭამენ თავს არა ეგრეა ეგ რო დათმობ ცოტას უკან დაიხევ დამთა ჯუნგლებია შეუძლებელი და იმიტომ არ გაძლევს ზადნის ბიჭო მთელი ცხოვრება გაიგე? ვაიმე გამა დამელოდეთ რა ის რინგი გამისუფთავეთ რაღაცა. ფოჩი. ბილი ბერკის სილანდიურ პაბში ვიმყოფებით პასუხისმგებლობა ჩვენ. აქ ძალიან კარგი გარემოა კიდევ ერთხელ მეორე სტუმარი ყავს ძალიან მაგარი თან პაბი მისთვის უცხო სულაც არ არის. სულაც არ არის. დაყოფი ვარ ვაკო მითხრა. აქ ერთხელ დაყოფი ვარ. ჩვენიერი ადგილია და ისა როგორც გავს ეხლა მე სილანდიურ პაბებში ინგლისში. კი მართლა მაგარი. ეხლა რა მითხრა? გამოგიწერეთ ხალხო მე დავასაბსკრაიბე უკვე ნიკას YouTube-ი. ლაი გამოიწერეთ. მივაწვევით და ერთად ვიმოქმედებთ რა მოკლედ და ერთი აზე მინდა იცი მადლობა გითხრა. მე კოლაბი გავაკეთოთ. ისა ნოდა შენ და დიმა წამოდით ჩემ ერთ-ერთ თამაშზე უცხოეთ. აუ ხო. რა არის? YouTube კამერებს წამოვიდე და ჩემ GoPro-ს. ჩემ და თქვენ და ის გავაკეთოთ. შენ ძალიან საშინელება გამოგივა ჩვენზე რო გავაკეთებ. არა პერიკით გონი არა წამოთ სტეიკი. აუ რას ამბობ? დავგეგმოთ ეგეთი რაღაცა. გაანები ხუდი აიღე მაგიდიდან ბიჭო. ხაღარიბდები? ჩვენი ნახე შენ. არა კაი აზრი. წამოხვალ? რას ამბობ? წავიდე, მათუკი, წავიდე. ეხლა კაი სპონსორს გავაძროთ ეჯერადა და წამოვართ რა. არის სპონსორი ევროპაში გადავიღე და ნიკა რა მითხრა? კეიპტაუნში მომინდა რა. სტეიკებზე ისეთი და ვიცი ძალიან და თან შორია მე შეიძლება გზაში მოვკვდე აღარ შემიძლია მაგდენი. აი ბიჭო ნუ იცი ახალგაზრდა 17 წლის ბიჭი ვითახარ კარგი რა მართლა. წეგან გეხუმრეთ ორი მართლა ჩემზე მაგრა გამოიყურები შენ. შენ გენაცვალო შენი თავი შემოძნო. შენი წარმების ჩაიდავლიე მე კაბინეტში. სიყვარულმა გაიმარჯვა. არა რასა მამამაზე მაფადატებს. საზღვარგარი მოსულა ვიდვე რომ მაგას გავცემ შენ მიყვანი ქართველი მოსულა ისე ვიდვე აუ სტადიონთან მე ლიგის ფინალებზე შეჩემა ჩემთან მოდიოდები გადა მაგრამ აი რაგბის ამბობ როგორ არა მოსულან და ქართველი არ უცხო არა ქართველი მაინტერესებს მოვიდოდა რა ისე უარესი არია ბიჭო რას ლაპარაკობ და რაგბში არის ორი სტადიონია სადაც ფეხით მიდიხარ ექსპორტი რა ბოდიში რა ექსპორტი სიყვარულია ძმა კი არა პრობლემა ფეხით მიდიხარ სადაც 6 თვითონ სტადიონზე მიდიხარ ფეხით 6-ზე აი არის კარდიფში მილენიუმ პრინციპალიტიზე მილენიუმ უძველი სახელი არის მაგისი სასტუმროდან მიდიხარ ფეხით სადღაც 800 მეტრია და კარდიფში ხარ ნო 100 მეტრი არის არა კარდიფში არის კარდიფი ანუ თამაში დროს როგორაა იცი ეს პრინციპალიტის სტადიონის გარშემო სულ არის პაბები და კაფეები და სულ გადავსებული აი რამდენი ხალხია იცი და აი ამ იმენა აქცია გეგონება და მიდიხარ ამ ხალხში იკვლევ გზას და თან ჩემოდანი საჯი ხარ და ყველა მიცის რომ საჯი ხარ რა იმიტომ რომ ვოლდრაგი სოფლიოების რაღაცები რაცია მოდიან რაღაცებს გეუბნევიან რომ იქამდე მიმიყვან სურათი გადავიღოთ ეს ვქნათ ის ვქნათ და ინგლისში თვითონ თვითკენემზევე არის სასტუმრო რა და გამოდიხარ სასტუმრო და შედიხარ პირდაპირ ესე არ ტყავ იმას და შედიხარ და კი როგორ არა ბევრია ეგეთ არა მე ერთხელ ხო იცი იმეთი ბეიჯი ჩამო იქ ფინალებზე რომ დავდივარ ხა პრემიერ ლიგის გუნდი სადაც იყო ესენი ხოს უთრალები დადიან და ბეიჯს ვიკიდებდი რომ თავი დამანებით რა გაროშე რა არა ხო ნუ ყველაფერი რა და ტიპი მოვიდა რა და ესო რა ხე 10000 მოგცემა ბიჭო თან საქართველოსთან ჩასული გაჭირებული შეჭ ეპიკრე ხო არ მიცედა ტელეფონით ხო არ დავჭი ბაიხა ხუმრობ რა თქმა უნდა რა სისულელია და მანჩესტერის თამაში იყო მანჩესტერი ბარსელონას ფინალი
დაწყევლილი ჩემთვის, მესიმრო თავით გავუტანა და ვილიამ ნიკა, პიჯაკი და ის ხო ის პირველ წლებში დავდიოდი ხოლმე თურმე იქ დადიან შორტებით, მაგრა კიდიათ ეს შენი გასტუკი და ისე და ჩემპიონთა ლიგის გასტუკი მქონდა მე ვასებოთ ეს პეტრო მაჩუკა დათო მაჩუკა და გასვენებულმა ჩემმა ძმამ პეტრომ და გასტუკი ისა პორტუგალიის ნაკრების საათი UEFA-ს გამოწკეპილი ლიგის საათიც ხო გაქვს ლიგის საათიც კი ლიგის საათები მაგ რამდენი ერთ წელი მაჩუკა რამდენი აბა და მივდივარ ესე და ტიპი მოვარდა ინგლისელები თვალები ქუჩაზე მოვხვდი ბიჭო და აი უი რაღაცებს ყვირიან და სასტუმროდან 1 კილომეტრში გამოსული უკვე რა ვისკენ ახარო ბიჭო და ვისკენ ვარ მე ვთხარი მანჩესტერისკენ მეთქი ვის ვეთყოდი ახლა ისედაც ვიყავი მართლა შენგენა ცოლეო სურათი გადავიღო და სიმღერას რა აი ზუსტად მე რა ყველა ეს მანჩესტერი აი ესე ლუდი რო აიღო და თავზე რო დამასხადა რო გავხედე და თვითონაც რო დაისხა არ დაისხა რა უნდა მეთქვა ბიჭო მე ვთხარი და წავედი სასტუმროში აი ის ევროტურში ის ნაღდი ამბავი ნუ თითქმის ეგა ტყიდა არ არის რა ეხა მოგონილი ამბავი არ არის რა და სხვა შორის თავიდან მაგრაურებდნენ ბრიტანელები გულშემატკივრები ეხა დაალაგებულია არა ბიჭო კლაუდენ მაშინ იქ ხანჯლები და თურქეთში ხო გასულს პირიქით ხო თურქებმა ლიცის გულშემატკივრებს ხანჯლები და ეხა სხვა შორის გამოსწორებულია ეგ თემები იმდენად აღარ არის კი უფრო მეტია ბიჭო ამიტომ რომ საჭიროა თუ არა ნუ სიგიჟე წიგნი არის გრინსტრიტის ჰულიგნები გრინსტრიტი ხო ეხა მაგას იცი რა ერთხელ უყურე და მე აღარ მომიდა იმიტომ რომ ეს ზალადობის თემა იმდენად არასასიამოვნოა ეს ყლელობით რო თავდება რა ყლელობით რო თავდება და რაღაცები იყო და ეს წიგნი ძმები არიან გრიფს რა მაგ ეს წიგნი როგორ დაანებეს თავი ამ ყველაფერს ის არის მოყოლილი როგორ მანამდეა მოყოლილი რასაკეთებდნენ ხო და ცოტა მურტალი რაღაცაა რა ეხა მესმის ხო რა რაგბი არა აქ რა ანუ რაგბი როგორ არის იცი რაგბი ჯენტლმენით როგორ არის ხო ჩერჩილის ის რო არისო ჯენტლმენების თამაშია ფეხბურთი და ჰულიგნები თამაშობენ რა და ეგ პირიქით ჰულიგნების თამაშია მაგრამ აი რაგბში როგორ არის იცი აი მაგალითად ეხლა რო თქვა აი მანსტერი ნორსემპტონი ვიმსაჯე ნორსემპტონში რა მანსტერი ირლანდიური კლუბია და გამოირჩევა იმის რომ წითელი არმია ქვია რა თავის ფანები დაყვებიან წითელი არმია ვიდა ხო ის საბჭოთა და კიდევ ეგ არის რომ დაყვებიან იმიტომ რომ ირლანდის ფეხბურთი არა ისეთი და ანუ რაგბი აკომპენსირებს ამ ფანებს ვინც დაყვებიან თავის გუნდს და ლენსტერსაც და მანსტერსაც დაყვებიან ნორსემპტონში იყო ძალიან ბევრი ჩამოსული და ნორსემპტონი ფრანკლის გარდენი რაგბის სტადიონებთან იმით გამორჩევა რომ ახლოს არის კი გობათორი ესეთია და ფინალურულია მოკლედ მაგარი ატმოსფერო იყო და მაგარი თამაშიც იყო მაგის ლოგიც მიდევს YouTube-ზე სხვათა შორის მაგარი ის იყო რა და აი როგორ იყო იცი აი როგორ ძალიან დაც ბოლო წამამდე და აი ქულაში და ბოლოს მოუგო ნორსემპტონმა და მოკლედ მაგარი ის იყო და აი როგორ ეხვეოდნენ ფანები იცი ერთმანეთს მოწინააღმდეგე ისინი არეულები იჯდნენ რა ჯიგრობაო ძალიან კაია მე ერთმანეთს ეხვეოდნენ მე აი თამაში რო დამთავრდა ორივე იმის მოდიოდნენ სურათებს იღებდნენ აი ეგ იყო რა დღეს ამას ვეუბნებოდი მანქანით მოდი რა ხოც რო წრებიან მე ძრები ხოლმე რა და რა სასიამოვნო რომ მე ამ უკანა ის რომ შემოვიდა ხა ტრენდი რომ ავარიულს აგინთებენ რომ ბოდის გიხდიან და რა ელემენტარულ რაღაცებზეა ლაპარაკი რა მე სულ ვატარებ ხო იცი აი შემოვა არ ღიზიანდები მაგრამ ვატარებ ეს ურთიერთობაა ესენი ეს რაგბის იმაში არის რა საბოლოო ჯამში და მესამე ტაიმებზე რამდენიჯერმე ვარ ნამყოფი ამათთან ამათი მოკლეს კიდე სამჯერ სახში როგორ მივიდიო საერთოდ არ მახსოვდა მეც მინდა მესამე ტაიმი და ერთი კიდე რა მახსენდება ეგეთ იმაში ბორდო ლაროშელი მაქვს ნამსაჯი top 14-ში რაც არის დერბი ატლანტიკა რა ყველა ერთ-ერთი ყველაზე დიდი თამაში არის საფრანგეთში აი ძალიან ფიზიკური, ბრუტალური, ინტენსიური და მაყურებელი ჭკუაზე არა და ბორდო ეთამაშებოდა ლაროშელს, სახში იყო ბორდო და წააგო ერთი ქულით ბოლო წამზე ჩემი გადაწყვეტილებით. მთელი ქალაქი. სწორი იყო ის გადაწყვეტილება, მაგრამ ეგ უკვე აღარავის აღარ აინტერესებს. აგებს ლაროშელთან სახში დაინგრა მთელი ქალაქი და ნუ შევედით გასახდელებში ისეს გამოვიცვალეთ და მესამე ტაიმი უნდა არის სტადიონზე თან ისე რომ მაყურებელს უნდა გაიარო და იქაც მაყურებელია და ყველა ერთად ლუცო თან მასმინძელთან გაკეთე მე როგორ ვარ იცი მეუბნები რომ წავედით სადმე ფეხთო გადავიდეთ ერთი 600 მეტრშიო და ეს ხალხი დგას და სვავ მეთქი ხ მანდ გამოვიდა ვიღაცა გისო და უეჭველი ვიღაცა ამხევენ მეთქი არა ვაფშე ხმას არ ამოიღებს არავინ გავედი აი რამდენიმე კომენტარი გავიგე სეტუ აღბით სეტუ მსაჯი მორჩა არავის ერთი გადაბრუნებული ხო რა
ხო, მაგრამ Facebook-ზე ხო დაგავდნენ მაინც. ეგეც აფარული ტიპები. კარგი ხალხო, მადლობა ნიკა. რა ვიცი, წარმატებები და მართლა გეუბნები, ძალიან ბევრი რამე მიაღწია და კიდე მეტი წინა გაგ და ვიცი რომ შენ ამ ყველაფრით არ დაკმაყოფილდები. თუმცა რა ვიცი, მარსის იმას თუ იმსაჯებ რაღაცა. ფინალი სოფლიო თასის გვინდა რა. და ყველაფერი შენ რაც გინდა. მოვა, მაგის დიმა იცირით იმიდა რომ დაასრულო ბერნარდ შოუს სიტყვებით. ეს ლარგინა ეს ხადავი ეხა რა. მე შეიძლება კვერცხს რავდებ, მაგრამ ომლეტის კეთება ვიცი, შენ რა გაგათქვა. ნიკა ამასუკელი იყო ჩვენი სტუმარი. რა ქვია შენ იმას დამავიზდა? ლაკიჯეთ, იღბლიანები. იღბლიანები YouTube-ზე მიაწექით, უყურეთ, ნახე. ამდენჯერ უთხრა კაცმა, იღბლიანები, მაგაზე ჯადოსტური სიტყვა არ არსებობს. კაი, აღარ გინდა. იღბლიანები ხარ, გონია რომ მალი გვა. ჩიქა ნახე ვარ გინეში, ატყობ რაიმართა? კაი, გამოვიწეროთ ლაივა. იქა ნახევარი. ასტამანიანა. ვენგა. წავედით, მადლობა, გვიყურეთ, დავბრუნდებით შემდეგ პარასკევს. და უყურებთ ნიკას. და არ დაგავიწყდეთ, რომ სომხეთთან ერთ თამაში ნათამაშები გვაქვს უკვე, ჩვენ რო ეთერში ვართ და კვირას ვეთამაშებით სომხებს თბილისში და ეგ და უცებ ვიტყვი რომ ორივე მატჩს შევაჯამებთ შემდეგ. სპეციალურად არ ვეხებით საქართველოს სომხეთის მატჩზე. მორჩეს ორივე და ვერ შევაჯამებთ. აი დეტალი გლიჯე რა. არ გიტყვამს. ნიკა, მადლობა. ჯიგარი ხარ. აბა ჰედა აბა. გემშვიდობათ. კარგად. მადლობა.